გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი და რა თქმა უნდა დაგიბრუნდით პოდკასტ არიადან. დღეს ვსაუბრობთ აკნეზე და მგონია რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც დერმატოლოგიური პრობლემა, ეს არის საკმაოდ მენტალური პრობლემაც და ჩვენს ქვეყანაში აკნე ბევრს გვაწუხებს, მათ შორის მეც მაწუხებდა, არ ვარ ამ ხრივ გამონაკლისი და ჩემი სტუმარია არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი ნათია თოდუა. ნათია არის დერმატოლოგი და ვენეროლოგი, ხო სწორად? მადლობა რომ ამ ესეთი რაღაც დაღლილი დღის შემდეგ მოხვედით ჩემთან და ძალიან გამიხარდა თქვენთან სტუმრობა. სანამ საუბარს დავიწყებ, მაგამდე გეტყვით რომ ამ ეპიზოდის სპონსორი არის PSP და კონკრეტულად SV არის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი, რომელსაც მე პირადადაც ვიყენებდი და გეტყვით რომ SV-ზე ფასდაკლება არის 12 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით 50%-იანი. SV-ს აქვს ძალიან კარგი მგრძნობიარე ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანის ხაზი. და მე პირადადაც ვიყენებდი ამ ბრენდს და ამ ხაზს, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი მომცა. SV-ს აქვს ძალიან კარგი საინტერესო პროდუქტი, უშუალოდ განკუთვნილი სხეულის აკნეზე. ეს კონკრეტული პროდუქტი მუშაობს ზურგის მხრების დეკოლტეს გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ამცირებს და ხელს უშლის მათ ხელახლა გაჩენას, არბილებს კანის სტრუქტურას და ამცირებს აკნის შემდგომ კვალს. 2 კვირის შემდეგ 40%-ით შემცირებულია გამონაყარი და გამონაყარის შედეგად გაჩენილი ლაქები. შემდეგი პროდუქტი, რომელიცაც მე ვიყენებდი და არის ჩემი ფავორიტი მაგ პერიოდში, როდესაც მე აკნე მაწუხებდა, ეს არის კანის მოვლის ახალი პროდუქტი, რომელიც მოქმედებს ნაოჭების სიწითლის აკნეს საწინააღმდეგოდ, აქვს დამარბირებელი, დამამშვიდებელი ფუნქცია, კონცენტრატი განკუთვნილია აკნესადმი მიდრეკილი მგრძნობიარე კანისთვის, გამოყენება შესაძლებელია 10 წლის ასაკიდან, არის 91% ბუნებრივი ინგრედიენტები და 15% აქვს აზელაიკის მჟავა. ყველა პროდუქტი, რომელსაც ეხლა თქვენ აქ ხედავთ, ყველა არის მგრძნობიანი და აკნესკენ მიმართული კანისკენ, კანისთვის სპეციალურად და მოკლედ მე რეკომენდაციას ვუწევ საკუთარი გამოცდილებით ამ ბრენდს და არ დაგავიწყეთ რომ ფასდაკლება იქნება ბრენდზე 12-დან 17 აგვისტოს ჩათვლით 50%-იანი და თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს პროდუქტები როგორც აფთიაქებში, ასევე ონლაინ PSP-ს ვებგვერდზე. და დავიწყოთ საუბარი. დღეს მგონია რომ და ვიცი, იმიტომ ჩვენ ვისაუბრეთ წინასწარ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას შევეხებით. ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე თავიდან, ესე ვამბობ, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს სიღრმისეულად ყველა საკითხი. და პირველი კითხვა არის ძალიან მარტივი და ამავდროულად მგონია კომპლექსური, ზოგადად რა არის აკნე? იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ მგონია რომ ორი რაღაც გამოსული წერტილი და აი აკნე გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში უფრო რთულ საკითხს ვეხებით, ხო, როცა აკნეს ვამბობთ. როცა ვსაუბრობთ აკნეზე, ერთი წინადადებით რომ გავუმარტოთ, აკნე არის ქრონიკული ანთებადი დაავადება კანის, რომელსაც იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბად გამომუშავება. ცხიმის გამომტანის სადინარი ვეღარ იცლება ცხიმისგან, იბლოკება, გროვდება ცხიმი, მიდის ანთება და მრავლდება აკნეს ბაქტერია, კუტიბაქტერიუმ აკნე. აკნეს სიმწვავე განსხვავდება თუ რა რაოდენობით ელემენტები არის კანზე გამოხატული და რა ტიპის. შეიძლება იყოს უბრალოდ დახურული კომედონები, რომელიც კანქვეშის მარგალიტებით არის ხოლმე თეთრად ჩაციკციკებული. ესეც აკნეა, მაგრამ მსუბუქი ფორმით და შეიძლება იყოს 1-2 ელემენტი, პაპულები, როგორც უკვე ვთქვით, ასევე მსუბუქი აკნესთვის დამახასიათებელი. პაპულები აი როგორ გამოიყურება? პაპულები არის, როგორც ვთქვით, წითელი, ვარდისფერი, ანთებადი კერები. მაგრამ რთულ შემთხვევებში აკნეს შეიძლება ქონდეს კანზე გამოხატული ცისტა, კისტა, ნოდულარული, უფრო მსუყე კერები. ანუ აი თეთრი თავიანს გულისხმობ რაღაც ეხა ისე რა ვთქვათ რა უბრალოდ დილეტანტურად რიშიკს რასაც ვეძახით ხო? თეთრი თავის მქონე ეს არის ხო უკვე პუსტულა, ჩირქოვანი კერები და ძირითადად ეს კერები გვხვდება სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, ზურგზე, იმიტომ რომ აქ ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო ჭარბად არის განლაგებული. ყველაზე მარტივიდან ყველაზე მძიმე რო ესე რო დავახასიათოთ რა რომ მივყვეთ ყველაზე მარტივი როგორი გამოსახულება. ანუ აი შეიძლება მე ვარ ახლა თინეიჯერი პირობითად რაღაც გამონაყარი მაქვს. აი არ ვიცი რომ აკნეა. ხო ყოფილა ეგეთიც რა, მე მქონია ეგრე რომ გამონაყარი მქონია და არ ვიცი რომ აკნეა და გაივლის რა. ასაკობრივია, გაივლის.
აი როგორ ვალაგებთ რა ყველაზე მარტივი ფორმა და ყველაზე რთული ფორმა. ხა ყველაზე რთული ფორმა შეიძლება ადვილად მისახვედრია, იმიტომ რომ მგონია რომ კაი ძალიან ინტენსიურია და თვალში ძალიან საცემია, მაგრამ აი ექიმის გადმოსახედიდან როგორ ვალაგებთ ამას? ზოგადად ყოველთვის რეკომენდაციის კუთხით, რასაც გავცემ და სხვათა შორის ეს კულტურა ჩვენ მოსახლეობაში უკვე დამკვიდრებულია, როგორც კი ამჩნევენ, რომ სახეზე იწყება გამონაყარი, არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა თუ რა ტიპის, ხშირად ხდება ექიმთან მიმართვიანობა. პირველად შეიძლება შევამჩნიოთ აი მარტივ ფორმას, რასაც გულისხმობ, რომ სახის დაბანის დროს იქ არის კანქვეშა ბურთი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც არც გამოსავალი აქვს, უბრალოდ ვიზუალიზდება კანის სიღრმეში. ასევე შეიძლება იყოს იგივე ვარდისფერი პატარა მრგვალი ანთებადი კერა, ზოგს ჰქონდეს ჩირქოვანი თავი, ზოგი იყოს მცირე ზომის, ზოგი სიდიდით ვთქვათ უფრო მოზრდილი. ამ შემთხვევაში, რაც უყვართ მოზარდებს და თინეიჯერებს, ეს არის ამ გამონაყარის წვალება. ეს რა მნიშვნელოვანი თემაა. გამონაყარის წვალება არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ რომ იქ არის ბაქტერია, როგორც უკვე ვთქვით. ბაქტერია სახასიათებს გამრავლება და ამას მექანიკური წვალება და დაზიანება უწყობს ხელს. იყო ერთი ელემენტი, გავიწვალე, გაჩნდა სამი. ამიტომ მაქსიმალური ნებისყოფით, მოთმინებით და სხვათა შორის ეს არის ძირითადი რეკომენდაცია ჩემი პაციენტებთან მიმართებაში, რომ როცა მკურნალობას ვიწყებთ, მკურნალობა ხანგრძლივია, დრო, მოთმინება, ნებისყოფა, რუტინა და საბედნიეროდ გონია რომ უმეტესწილად ყველაფერი კარგად გამოდის ხოლმე. და აი ეხლა შენაც ახსენე კანქვეშა და თქვათ შეიძლება პატარა რამოდენიმე გამონაყარი კანს ზემოთ. ესეც უკვე ითვლება აკნით. კი, მსუბუქი ფორმის აკნეთ. ანუ მაგას ეგრე, ანუ უბრალოდ ჩვეულებრივ აკნეთ, რომელსაც აქვს მსუბუქი ფორმა. ხო, აი თუ არსებობს ეგეთი რაღაც, რომ თქვათ მენსტრუაციამდე, როდესაც გამონაყარი გამოდის, ესეც შეიძლება რომ აკნეთ ჩავთვალოთ? პრემენსტრუალურ პერიოდში აკნეს ტიპის გამონაყარი იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს ოვულაციის პერიოდში. ეს არის ჰორმონების გავლენით. ეს ქალებისთვის არის ფიზიოლოგიური ცვლილებები, ამიტომ ამას ჩვენ წინ ვერ აღუდგებით. მთავარია ვიცოდეთ, როგორ მივხედოთ და ის ჩვენ ყოველდღიურობაში შემაწუხებელი აღარ არის შემდგომ. ამაში ვეხმარები ზუსტად პაციენტებს. კი ბატონო. ხო, თუ შეიძლება მარტივად აგვიხსენი ის 4 ძირითადი ფაქტორი, რომელიც აკნეს განვითარებას იწვევს. ანუ პრინციპში ხო შენ ჩამოთვალე ცხიმის სიჭარბე, ფორების დახშობა, ბაქტერიები და ანთება. ანთება. კი, ავტომატურად ჩამოვთვალე. თუ გინდა განვავრცოთ უფრო მეტის თქმა თუ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ გინდა აი ერთ წინადადებაში კიდე ერთხელ გეტყვით. არა, იცი აი ანთებაზე. ფიზიოლოგია. ხო. აი ანთების კუთხით თქვათ იქ ბაქტერია იწვევს ანთებას. აკნეს ბაქტერია, რომელიც ცხიმოვან გარემოში ძალიან კარგად ღვივდება. ხო. თორე აი ესე ბევრი მაგაზე სალაპარაკო არ არის. ოკეი, კი ბატონო. რამდენად განსხვავდება აკნე სხვა ტიპის გამონაყარისგან, მაგალითად როზაციასგან და ფოლიკულიტისგან? ესეც რომ მარტივად გამოვარტოთ, რა დაავადებებთ აქვს საქმე, როზაციაც არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს კანის ცენტრალური უბნის სიწითლეს, ეს არის ძირითადად ჩუბლი, ლოყები, ნიკაპი და ცხვირი. ასევე ის ტერმინები, რაც გამოვიყენეთ, თქვათ, პაპულები და პუსტულები, ანუ წითელი და ჩირქოვანი ელემენტებით აზიანებს კანს, მაგრამ რა განსხვავება როზაციას დროს ძირითადად ყოველთვის ვიზუალიზდება გაფართოებული ზედაპირული კაპილარები, დილატირებულ კაპილარებს ვეძახით, რაც აკნეს დროს არ გვაქვს. ზოგჯერ ორივე ერთად შეიძლება იყოს როზაციაც და აკნეც, მაგრამ კლინიკური სურათი ძალიან დამახასიათებელია ამ ორი დაავადების. თუმცა იზიარებენ როგორც საერთო მოცემულობას, ასე ვეგანსხვავდებიან ერთმანეთისგან. როზაციას ახასიათებს წამოხურების ეპიზოდები, წვის შეგრძნება, 30 წლის ზემოთ ისმება ძირითადი დიაგნოზი. აკნეს შემთხვევაში ეს მოცემულობა არ არის. რაც შეეხება ფოლიკულიტს, ფოლიკულიტი ვითარდება თმიან საფარველზე, ანუ სადაც იზრდება თმა. იმიტომ რომ არის თმის ფოლიკულის ანთება. და ვინაიდან თმის ფოლიკულები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული, ესე ხისტოტებივით გადაეცემა ხოლმე ეს ანთება ერთმანეთს და იცის გამრავლება. სკალპზე არის ხშირი მამაკაცების შემთხვევაში წვერის გაპარსვის დროს, თმიან არეზე, მაგალითად ბარძაყიში დამხარეებზე, დუნდულოებზე, ქალბატონებში. მიდგომა განსხვავებული არ არის აკნესთან. აკნეს თუ შევატარებთ, აკნეს და ფოლიკულიტის მკურნალობა ხშირად გავს ერთმანეთს. თუმცა რადიკალურად განსხვავდება როზაციას მკურნალობა ამ ორი დაავადებისგან. ამიტომ დიფერენცირება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვაქვს სახეზე შავი წერტილები, ხო? განსაკუთრებით იყრის ხოლმე თავს ცხვირის ზედაპირზე, ესე ვთქვათ, ცხვირის არეალში. ეს შავი წერტილები ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ აკნე არის. თუ ნიშნავს. არა, ეზონაზე არსებული შავი წერტილები, როგორც ხშირად განმარტავთ ხოლმე, ეს არ არის აკნეს შავი წერტილები, ეს არის ცხიმოვანი ფილამენტები, რომელიც ასევე ნიკაპზეც გვხვდება და ეს არის კანის ფიზიოლოგიური ანატომიური ნაწილი, რომლის მკურნალობა არ ხდება, რომლის გაქრობა არ ხდება, მთავარია მოვლა, როგორც წესებულით ადგილობრივად სხვა მჟავების გამოყენებით. ის ძალიან ფრთხილად. კი, მთავარია მოვლა. აკნე და გენეტიკას მინდა რომ შევეხოთ, თუ არის რაიმე დაკვირვება, თუ არსებობს გენეტიკური კავშირი აკნესთან მიმართებით, რომ მშობლებს აქვთ შულთანაც გამოხატული იყოს, თუ ესეთი კორელაცია საერთოდ არ გვხვდება ხოლმე. აკნესთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ძირითადად დედის და მამის მხარეს. ახლონათისავებს, ასე ვთქვათ, ამიტომ ხშირად, ძალიან ხშირად არის გენეტიკურად წინასწარ-განწყობა აკნეს მიმართ, აქვს ერთ ოჯახში, ვთქვათ, ძმებს, დებს, ქონდა მამას, ქონდა დედას და გენეტიკურად გამოუვლინდა შვილსაც. ამიტომ გენეტიკური წინასწარ-განწყობა არის საკმაოდ მაღალი. ხო, ანუ ვთქვათ, არის შანსი, რომ პირდაპირ დაემართოს. ხშირად აქვთ ხოლმე პაციენტებს აი პროტესტი. შეკითხვა პროტესტი, ასე ვთქვათ, რომ აი ვერაფრით ვერ ხვდები, რატომ აქვს მე აკნე, გამოვიკვლიე ჰორმონები, ვთქვათ, არ მქონდა ისეთი არაფერი ცვლილება, რატომ გამიჩნდა ეს გამონაყარი. ამ დროს ხშირად არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა და გენეტიკური ფაქტორი. თუ გენეტიკური განწყობა არ არის, უბრალოდ ცხიმიანი ტიპისგან ან კომბინირებული ტიპისგან შეიძლება ქონდეს აკნე. აქვე ვიტყვი ჰორმონებთან ურთიერთობას აკნესას. რას ვაკეთებთ, როცა დიაგნოზი გვაქვს აკნე, ხო? ყველას აქვს შეკითხვა, რომ რა ანალიზები გავიკეთოთ, რა კეთდება, მოდიან დასტა სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებით, მაგრამ რას აქვს გავლენა ამ დროს და ძირითადად რა არის? ეს არის ანდროგენული ჰორმონები. ანდროგენული ჰორმონები არის თავისუფალი და საერთო ტესტოსტერონი, დიასულფატი და ასევე უნდა გამოირიცხოს საკვერცხლებზე კისტის ან ცისტის არსებობა. პოლიკისტოზური საკვერცხლი, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი თუ არის პოლიკისტოზური საკვერცხლი ან ამ ჰორმონებში არის ცვლილება მატების კუთხით, ეს ქალებისთვის არ არის ფიზიოლოგიური. ამ ჰორმონის მატება პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვლებზე. მეტი ცხიმი გამომუშავდება და ანთებადიკერები მეტია და გამწვავების ეპიზოდებიც. ასევე ინსულინ რეზისტენტობას აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობის შემთხვევაშიც ხშირი არის აკნესთან კორელაცია. როგორ აიხსნება ეგ შეგიძლია რო გითხრა? ინსულინ რეზისტენტობასაც შეეხება ამ შემთხვევაში გლიკემიური ინდექსი რაც არის, ხო? ვთქვათ, საკვები, რასაც ვიღებთ. ხშირად არის ასევე დასმული შეკითხვა, ტკბილეული, კვება და აკნე. კი. რატომ ეს არ არის დოგმა, არ არის ასე ვთქვათ, მტკიცებით მედიცინაში არ არის ეს დასაბუთებული და არ არის ეს ყველასთვის ასე, ამიტომ ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემ პაციენტებს, რომ ეს არის ინდივიდუალური და უნდა დააკვირდნენ, მაგრამ უმეტესწილად ტკბილზე რატო ღიზიანდება? იმიტომ რომ ტკბილის მერთმევისას იმატებს ინსულინის დონე. ინსულინის დონე როცა იმატებს, კანზე არსებულ ანთებადკერებს აღვივებს. ეს შეიძლება იყოს აკნე ან კანის სხვა ქრონიკული ანთებადი დაავადება. ორივე შემთხვევაში მეტად ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას. ამიტომ ძალიან ხშირად ამბობენ პაციენტები, რომ აი შოკოლადი ვჭამე თხილეულის შემთხვევაში. თხილეულის შემთხვევაში თუ ალერგიულ რეაქციაში შევიდა გამონაყარი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ალერგია თხილეულობაზე, ამიტომ ამასაც უნდა დავაკვირდეს. ცხარე საკვებმა იცის ზოგჯერ გაღიზიანება, ჯანკი, ეს სწრაფი კვების ობიექტები, ამ უძილობა, ემოციური სტრესი არის პატარა დეტალები, რომელსაც საბოლოო ჯამში აქვს შედეგი. ამიტომ, როცა პაციენტი მოდის აკნეს სამკურნალოდ, ის რეჟიმი, ცხოვრების რეჟიმიც უნდა შეიცვალოს თუ ყველა ზემოჩამოხსენებული არის მასთან ყოველდღიურობაში ძალიან ახლოს. კომპლექსური მიდგომა. კომპლექსური მიდგომა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტრესის ფონზე, უძილობის ფონზე იგი ხდება კორტიზოლის გამოყოფა, ხო, კორტიზოლი ასევე მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვლებზე.
ეს არის მერე ასე ვთქვათ ჯაჭვი, რომლიდანაც ვერ ვახწევთ თავს, იმიტომ რომ ვთქვათ ღამე არ მეძინა კარგად, ვიშფოთე, ვინერვიულე, მოიმატა ცხიმიანობამ, გამიმწვავდა აკნე. ეს მერე მეორე დღეს გაღიზიანებული ვარ, იმიტომ რომ ღამე კარგად არ მეძინა. ხო. ამიტომ ჭამეთვილი, რომ ცოტა აზზე ამ მოსულიყავი, ხო? პატარა ყოველდღიურ დეტალებსაც საბოლოო ჯამში აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა ვსაუბრობთ აკნეზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მკურნალობისასაც მნიშვნელოვანია დრო, მოთმინება, ნებისყოფა, იმიტომ რომ ეს არ არის დაავადება, რომელსაც ვიტყვი, რომ აი ერთი თვეა მკურნალობ და შედეგი არ მაქვს. მინიმუმ 3 თვე ჭირდება, 3-დან 9 თვემდე გრძელდება ხოლმე მკურნალობა. მკურნალობა? აქტიური მკურნალობის კურსი. ხო, რომ აქტიური მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ უკვე ვსწავლობთ, როგორ მოვუაროთ და როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ამან არ დააზიანოს ჩვენი ყოველდღიურობა, თორე ვინაიდან აკნეს ბუნებიდან გამომდინარე ეს არის ქრონიკული, ამის წინასწარ პროგნოზი და პრევენცია არის ფაქტიურად შეუძლებელი. ანუ არ იცი როდის გაჩნდება. არ ვიცით როდის გამწვავდება, არ ვიცით როდის გამოვა. ამიტომ ინდივიდუალურ დაკვირვებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენ უკვე ვიცით და თუ კი ვიცით როგორ მივხედოთ სათითაოდ იმ კერას, რომელიც შეიძლება გავიღვიძოთ და დაგხვდეს კანზე, დავიწყებთ მოვლასთან ერთად მკურნალობას და მაქსიმუმ 10 დღეში, 7 დღეში ეს პრობლემა ჩვენთვის აღარ იქნება პრობლემა. აქვე ვიტყვი, რომ მოვლა განსხვავდება მკურნალობისგან. მოვლის პროდუქტები ემსახურება იმას, რომ არსებული გამონაყარი არ გააღიზიანოს. მოვლის პროდუქტებისგან არ ველოდებით საოცრებას, რომ აი მაგალითად ერთი თვე ავიბანამ დასაბანით, ხმარობ ამ დამატებელ საწყლას, შედეგი არ გვაქვს. თუ არ მწვავდება, ეგ უკვე კარგია. ამიტომ მკურნალობასთან ერთად თანხმედრაში უნდა იყოს სწორი მოვლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგაზე სწორ მოვლაზე ვისაუბროთ აუცილებლად და საერთოდ ინგრედიენტებზე, რაც უნდა იყოს, თქვათ, მოვლის დროს პროდუქტებში, რაც. ეხლა შენ ერთი კითხვა რაც დამრჩა გენეტიკა და აკნესთან მიმართებით. თუ გენეტიკურად ვარ მიდრეკილი აკნესკენ, ანუ რაც არ უნდა ვიმკურნალო პირობითად და ვთქვათ ვუვლი რა, ნორმალურად ვუვლი ასე თუ ისე, მაინც არ ვიცი როდისად რაზე დამეწყება? ანუ რისი კითხვა მინდა იცი? განსაზღვროთ, ან წინასწარ თუ შეგვიძლია განსაზღვროთ. ხო, და ერთი კიდე აი მაყურებელს ვეტყვი, რომ ესეთი ეს დავამატე რუბრიკა, ესე ვთქვათ, ჩემს მაყურებელს ვაძლევ საშუალებას, რომ კითხვა დაუსვას სტუმარს და ამ შემთხვევაში, როდესაც დავანონსე, საკმაოდ ბევრი კითხვა შემოვიდა ამ თემასთან მიმართებით და თუ გინდა თამაში მონაწილეობა, სოციალურ ქსელებზე გამომყევით პოდკასტის ლინკები არის აღწერაში და ნახავთ. და იქ იყო ესეთი კითხვა ერთ-ერთი, რომ ვმკურნალობ წლებია, მაგრამ შედეგი არ მაქვს. რა აღარ ვცადე, მაგრამ შედეგი არ მაქვს. აი ამ შემთხვევაში რასთან მივდივართ? იმიტომ რომ მაყურებლის კითხვები სანაცნობოში მყავს ეგეთი ადამიანი, ვინც მართლა წლებია მკურნალობს და ფაქტობრივად ყველაფერი უცდია, რაც კი ბაზარზე არის დაწყებული, არ ვიცი, რაღაც ტრადიციული მედიცინიდან არატრადიციული მედიცინით დამთავრებული ხო ხდება, იმიტომ რომ აკნე ისეთი რაღაცაა, რომ სუგაწუხებს სარკეში იხედები, ხო, არ არის თვითშეფასებაზე გირტყავს როგორც მინიმუმ, ხო? აი თუ არსებობს რამე პასუხი ამაზე, რატო შეიძლება რომ არაფერ არ უშველოს ადამიანს? სიმართლე გითხრათ, მაგაზე გადაჭრით პასუხი არ არსებობს. იგივე გენეტიკაზე, ხო? არის გენეტიკური წინასწარ განწყობა. შეიძლება ისე გავიაროთ, მთელი ცხოვრება არ გამოვლინდეს და ჩვენ არ დაგვემართოს. შეიძლება რაღაც ეტაპზე გამომდეთ. ამას წინასწარ ვერაფრით ვერ გავიგებთ, არ არსებობს ამაზე არც კვლევა და არც პრევენციის ზომები. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობის მეთოდები განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ როცა ვთქვათ მსგავს ტექსტს ვისმენ, რომ ჩემთანაც მოდიან ბევრი დანიშნულებებით, იმიტომ რომ ჩვენთან კოლეგებთან ხშირად ხდება ერთმანეთის დანიშნულებები, ხომ? ამიტომ გვინდა არ გვინდა ვეცნობით. და ძალიან საინტერესო რაღაცებსაც აღმოვაჩენთ ხოლმე ხშირად უსიამოვნოს. ამაზე სხვა დროს იყოს, მაგრამ რატო არ აქვს შედეგი? რამდენ ხანს გამოიყენა? სწორი რეჟიმით იყენებდა თუ არა? რომელი ინგრედიენტს იყენებდა? რა რეაქცია ჰქონდა კანს? ზოგჯერ ხუმრობდა, ვამბობ ხოლმე პაციენტთან, რომ თუ თინეიჯერები არ მithმეთოთ, ჩათვალეთ თქვენი BFF-ი ვარ, მე კანის მოვლის კუთხით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ნაბიჯის ცოდნა, რასაც აკეთებდა პაციენტი და რასაც გააკეთებს. შენ ხარ მენტორი ფაქტიურად მისი. და შენთან ერთად სწავლობს ასეთი კანის ტიპის მოვლას და მკურნალობას. არის ადგილობრივი თერაპია, რომელსაც ძირითადად შედეგი დგება ხოლმე 4
4-5 თვე საშუალოდ, მაგრამ არიან პაციენტებისაც 3 თვეში აქვს შედეგი, არიან პაციენტებისაც 8 თვეში აქვს შედეგი. ადგილობრივ გულისხმობ ადგილობრივ, კი, ადგილობრივი გელებით მკურნალობას, არა მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოდი გადავიდეთ მკურნალობაზე და ვთქვათ, რომ რა სტრატეგიები არსებობს საკმარის მკურნალობის დროს. აი, რა სტრატეგიებით მიდიხართ რა? პირველი, აი დამოვედი, მე ვარ პაციენტი, მაქვს პირობითად საშუალოზე ცოტა მწვავე აკნე. აი, რა საშუალო სიმძიმის ხო, რა ხდება? აკნეს მკურნალობას აქვს ძირითადად ორი გზა. ეს არის სისტემური მკურნალობა, თქვა დასალევი მედიკამენტებით, აქაც ძირითადად ორი გზა გვაქვს კიდე, რომ განშტოება რო გავაკეთოთ, ეს არის სისტემური იზოტრეტინოინი, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებებით არის ეს წამალი ცნობილი. რა წამალია ეგ? სისტემური იზოტრეტინოინი არის წამალი, რომელსაც სვავს ნახევარი თბილისი. ხო და მაგაში მინდა რომ ჩავიდეთ კარგად. კი, ნამდვილად ნახევარი თბილისი კი არა, ნახევარი საქართველოს სვავს მე ნახევარი მგონი. საქართველოს სამწუხაროდ. ხო. ხო და აი ეგ გული მტკივა ამ ფაქტზე და ვიმკით მაგის შედეგებს და ალბათ კიდე მოვიმკით. ეს მედიკამენტი არსებობს, იმიტომ რომ ამ მედიკამენტს აქვს თავის ჩვენება. მაგრამ ჯერ აგვიხსენეთ თვითონ მედიკამენტი რა არის? ანუ აი რა შემადგენლობაა, რა შვება ისეთ, რომ ინიშნება აკნეს ამკურნალობა. სისტემური იზოტრეტინოინი არის ვიტამინ A-სგან მიღებული მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ანუ აღარ გამომუშავდება ცხიმი. შესაბამისად აღარ ჩდება გამონაყარი და არსებული ლაგდება, იმიტომ რომ შრება კანი. ყველა ტიპის მკურნალობა აკნეს საწინააღმდეგოდ მიმართულია კანის გამოშვებისკენ. კანი შრება, ამიტომ გვერდითი ეფექტები მისი არის, რომ ლორწოვანი სიმშრალე, თვალის სიმშრალე, ტუჩების დასკდომა ყველაზე ხშირი ცხვირიდან სისხლდენა, იმიტომ რომ ლორწოვანი შრება, კაპილარები მარტივად ზიანდება. ხელების კანის დასკდომა. კი, ამას მოვლით ხელოვნური ცრემლით, ცხვირის სპრეი, კანის დატენიანება, სახის კანის დატენიანება რაღაცნაირად ვმართავთ. მაგრამ ასევე აუცილებელია ის, რომ პაციენტი არავითარ შემთხვევაში არ დაურსულდეს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ამ დროს ნაყოფი შეიძლება დაიბადოს სიმახინჯეებით. ასევე მედიკამენტის დასრულებიდან რაღაც პერიოდი არ შეიძლება 2 თვე, 2-3 თვე მაინც დაურსულდეს. კი, მოწოდებულია რომ 1 თვე, მაგრამ მე მაინც ვეუბნები უფრო ხანგრძლივ პერიოდს, უფრო მშვიდად რომ ვიყო. თორე ოფიციალურად წერია ინფორმაცია, რომ 1 თვეში პაციენტს შეუძლია რომ დაურსულდეს. ესეც იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ამ დროს ცხიმის გამოყოფა ითრგუნება, ამიტომ არ შეუძლია რომ მედიკამენტი უნდა გავიდეს ორგანიზმიდან მთლიანად. იგივე ანტიბიოტიკოთერაპიაზე ზოგადად ისედაც მედიკამენტოზური მკურნალობა არასდროს არ არის არავის არ უყვარს. ძალიან იშვიათად რომ პაციენტი მიულტოდეს მედიკამენტოზური მკურნალობისგან, მაგრამ ზოგჯერ არ არის გამოსავალი ამ იზოტრეტინოისაც თავის ჩვენება აქვს, როცა არის საშუალო ან მძიმე ფორმის აკნე, როცა კისტა, ცისტა, ნოდულა გაქვს შენ კანზე, იქ განა რა ადგილობრივმა თერაპიამ უნდა გამოიღოს ხო შედეგი. მაგრამ იმ თერაპიას როცა გაივლის პაციენტი, აუცილებელია რომ სანამ წამლის დანიშვნა მოხდება და ყოველ 3 თვეში ერთხელ გადამოწდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები, იმიტომ რომ ჰეპატოტოქსიურია, ასევე ლიპიდური სპექტრი, იმიტომ რომ მეტაბოლიზმის სინდრომის განვითარების რისკია. აი ეხა შენ ექიმი ხარ, მეც მესმის, მაგრამ შეიძლება კარგად არ მესმის, ამიტომ კარგად ნიშნავს. ტრიგლიცერიდები, იგივე ქოლესტერინი და სხვა ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლები იცვლება. ამიტომ ეს უნდა გადაკონტროლდეს. ამიტომ ამას 3 თვეში ერთხელ ვაკონტროლებთ. ასევე დეპრესიულობა. არა, ეს მეტაბოლიზმი რო ახსენე, ეგ აგვიხსენე. იცვლება ხოლმე მაგ დროს რისკი არსებობს და მე მყოლია პაციენტი, ვისაც თვითნებურად დაულევია ეს მედიკამენტი, იმაზე მაღალი დოზით, ვიდრე მის წონაზე იყო გათვლილი და საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელი, ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი, რაც ჩვენი ცხიმიანობას განსაზღვრავს, სინკრივეს განსაზღვრავს, ანუ ეს მოცემულობა რაც არის, მაგიტო ეძახით ლიპიდურ სპექტრს, მაჩვენებლები რაღაც ნორმაში ხომ და შდებოდეს, ეს იყოს სადღაც გაფრენილი ჰაერში და გვერდზე, მე მაქვს ფუფუნება, რომ გვერდზე მყავდეს ენდოკრინოლოგი და ცხარე-ცრემლით ტიროდა, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია ეს, მაგრამ პაციენტი თვითონ როცა ნახა მისი კვლევის შედეგები, გაფრინდა, გასუქდა თუ გახდა? არა, მაჩვენებლები, ანუ ქოლესტერინის ძალიან მოიმატა. ფიზიკურად პაციენტს არაფერი არ შეწყო, ესე ვიზუალურად არ ეთყობა პაციენტს, თუ თქვათ, იგივე ღვიძლის ფუნქციები, ღვიძლი რო დაზიანდეს, ეს პაციენტს ჩივილი შეიძლება არ ქონდეს, გამოხატული არ იყოს, ღვიძლმა ტკივილი არ იცის,
ის მას ყოველდღიურობაში არ შეაწუხებს, მაგრამ იმიტომ რომ ექიმიც და პაციენტიც იყოს შვიდად, ეს ჩვენი მოგონილი ხო არ არის. ამას გვთავაზობს ევროპა, ამას გვთავაზობს ამერიკა, სპეციალური გაიდლაინები არის, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობ და ვამოწმებთ ამ ყველა მაჩვენებელს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ ამ მედიკამენტის ფონზე ხშირია დეპრესიულობა. მაგრამ ასევე არის ის, რომ თუ პაციენტი ვერ იტარებს ადგილობრივ თერაპიას, მას არ აქვს მზაობა, არ აქვს ნებისყოფა, არის დეპრესიაში, იმიტომ რომ ყოველდღე ვერ უყურებს მის სახეს, ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ჩვენება მედიკამენტის დანიშვნის, მაგრამ შენგან გავიდეს, კარი გაიხუროს და დანიშნულება არ შეასრულოს, ეს ექიმს არ უნდა, იმიტომ რომ ექიმი არის მისი პაციენტის პირველი გულშემატკივარი, ანუ ერთად გავდივართ ამ პერიოდს. ამიტომ ბევრი დეტალია, რასაც კონსულტაციის დროს ვითვალისწინებთ. საბედნიეროდ ესეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. მაგრამ აქ მაქვს კითხვა. რატომ სვამს ნახევარი საქართველოს ამ წამალს? რას გულისხმობ იცი რომ ყველას ასეთი მწვავე პრობლემა აქვს? თუ უბრალოდ იმიტომ რომ მოვედი მე ექიმთან და ექიმო მიშველი ჩქარა მჭირდება და ოკეი დაგინიშნავ ამ წამალს და გიშველის ჩქარა. ანუ აი ეს რა მიდგომა არის? თუ ასეთი საზიანოც შეიძლება რომ იყოს, ხო? აი რატო ინიშნება ნახეთ როგორ რაღაც არის, მე ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია დანიშნული მედიკამენტი, უბრალოდ ცხიმიანობის გამო მამაკაცი იყო პაციენტი, რომელსაც აწუხებდა უბრალოდ ცხიმიანი ტიპის კანი. გამონაყარი არ იყო. უბრალოდ ჰქონდა ცხიმიანი ტიპის კანი და ექიმთან მივიდა კონსულტაციაზე, იმიტომ რომ ცხიმიანობა მაწუხებს სახე მილაპლაპებს, ასევე ყოველდღე მაქვს დასაბანი თავი, იმიტომ რომ სკალპიც მაქვს ცხიმიანი. 11 თვე იღებდა იზოტრეტინოინს. უბრალოდ იმიტომ რომ მქონდა ცხიმიანი ტიპის კანი. ოღონდ პაციენტი იყო, ჩემი პაციენტი იყო მისი მეუღლე. უბრალოდ საუბრის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ის სვავდა ამ მედიკამენტს. რის გამო, რავი, ექიმმა დაუნიშნა, იმიტომ რომ შესწიროთ ცხიმიანობაზე. აბსოლუტურად წარმოდგენა არ ქონდა თუ რაიმე ტიპის ანალიზი უნდა გაკეთებულიყო, ან რას ელოდეს პაციენტი. ნახეთ, მედიკამენტი არსებობს, ყველა ტიპის მედიკამენტს აქვს გართულება. ანტიბიოტიკსაც აქვს გვერდითი ეფექტი, ყველაფერს აქვს თავის გვერდითი ეფექტები, მაგრამ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, პაციენტმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს, იცოდეს, რას ელოდეს, იცოდეს, როდის მიმართოს ექიმს, ან რა გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ესა თუ ის გვერდითი ეფექტი შეაწუხებს. უბრალოდ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, ეს არის ძალიან მთავარი და ხშირად ამ მედიკამენტის მიღება ხდება ისე, რომ პაციენტმა საერთოდ არ იცის. ხშირად ეზარება და ანოტაციას ბევრი არ კითხულობს. ხშირად აი შემთხვევები ექიმი დანიშნავს, პაციენტი ანოტაციას წაიკითხავს და მორბის რომ მე ამას არ თავლებ. მაგრამ როცა არის ჩვენება, ჩვენ მაშინ ვეუბნებით, რომ თუ მედიკამენტს ვერ მიიღებ, მაშინ არ ვიცით შედეგი როგორ დადგება. მაგრამ ის რაც თქვენ ახსენეთ, რომ მოდი მე წამალს დავვლევ. ხა ჩემთვის როგორც ექიმისთვის ძალიან მარტივია, ყველაზე მარტივია. წამალი დავნიშნო და იმაზე არ ვაფრთხილო პაციენტი, ადგილობრივ თერაპიას რა გვერდითი ეფექტებიც აქვს. კანის სიმშრალე, აქერცლაწვა, სიჭრელე, სიწითლე. ცალკე ამასაც ვმართავთ, ხო? გადავიდე ფეხზე, დალიე დღეში 1 აბი ან 2 აბი მედიკამენტი და როგორც 2-ჯერ 2-4 გამონაყარი ისე ალაგდება, მაგრამ ეს არ არის ექიმობა ჩემთვის. არ შეიძლება 2 წერტილზე და 100 წერტილზე დაინიშნოს ერთ და იგივე მედიკამენტი. ეს არის ყოველად მიუღებელი, ეს არ არის მედიკამენტი, რომელსაც დავლევთ, რომ გამომაყარა და მოდი დავლევ. ეს არის ძალიან მძიმე წამალი, რომელსაც ჭირდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიღება. ამიტომ ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ვფიქრობ ნებისმიერისთვის, ვინც ამ წამალს ნიშნავს, ის პაციენტი ძალიან უნდა გააკონტროლო. მუდმივად ხაზზე უნდა იყო ფაქტიურად. რა თქმა უნდა, კონსულტაციასაც უფრო ხშირი ხასიათი აქვს და მართლა საუკეთესო მეგობრები ვართ ხოლმე კანის მეუღლის კუთხით, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იცოდეს ექიმმა. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ როგორც თქვი, მარტო კანზე არ არის, მან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ძალიან გადიხარ, იმიტომ რომ ყოველდღე სარკეში ხედები და ხედავ შენ თავ. თან ნახეთ, მე მყავდა პაციენტი გოგონა, რომელმაც მიიღო მედიკამენტი 9 თვე, ძალიან რთულად გადაიტანა ამ მედიკამენტის მიღება. რა გართულებები ჰქონდა? მწვირიდან სისხლდენა და დეპრესიულობა. მაგრამ ყოველდღე კვირიდან კვირამდე მივდიოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მივიღებდიო შედეგს. მიიღო შედეგი, გავიდა 5 თვე გამონაყარი დაიწყო. ხო, აი ეს შემდეგი კითხვა ზუსტად ეგ მქონდა.
რატომ მეორდება თავიდან გამონაკლისი? იმიტომ რომ აკნე არის ქრონიკული დაავადება. არ არსებობს მედიკამენტი დავლიან რამე წავისი, всё გაქრა აღარ მექნება. ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვიცით რემისიის პერიოდი რამდენ ხანს გასტანს. ეხლა იცი როგორ რაღაცას იძახი რომ აი ეს შეიძლება იყოს 3 თვე, შეიძლება იყოს 3 წელი. თორემ მე ჩემ პაციენტებს ვუხსნი, ყოველთვის ვუხსნი, ჩვენთვის პრიორიტეტურია მივიღოთ სუფთა კანი. ხო? რაც უნდა პაციენტს, იგივე მინდა მე. მაგრამ რის ხარჯზე იღებ ამ სუფთა კანს, რის ხარჯზე ალაგებ დაავადებას? არსებობს პრიორიტეტები. თუ პრიორიტეტი არის ის, რომ მე ვიცი, რომ ამ წამალს დავლევ, გამიჭირდება ეს 9 თვე, მაგრამ მორჩა და ამოვისუნთქებ. რა თქმა უნდა, ღირსო პაციენტმა ეს მედიკამენტი მიიღოს. ეგეთი კითხვაც იყო შემოსული და ამ თემას მივაბავ, რამდენი ხანი შეიძლება მაქსიმუმ ეს წამალი დალიოს პაციენტი? წამალი გამომდინარე მდგომარეობიდან ინიშნება 3-დან 9 თვემდე. მეტი არა? მეტი არა. ანუ თუ ვიცით შემთხვევები, რომ შეიძლება წელიწადი და წელიწად ნახევარი სვავდნენ, ამ შემთხვევაში ექიმის საკითხი დგება, ესე ვთქვათ. ეხლა ხო ხვდები კონკრეტულად არ ვლაპარაკობ არც ერთ ექიმზე, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვიცი შემთხვევები. და მონაწილეებშიც, კითხვებშიც იყო ეგ 2 წელი ვსვავდი. კი, მე მაგალითად შემხვედრი ამ პაციენტები, ვინც 1 წელი იღებდა და მე კვირაში 2 ჯერ სვავდა, იმიტომ რომ შედეგი შეენარჩუნებინა. ეს თვითნებურად თუ ექიმის? არა, ექიმის რჩევით. მე დღეს მყავდა პაციენტი, რომელის წონაც იყო 40 კილოგრამი და მას დოზირებას ვარჩევთ ხოლმე წონის მიხედვით. 3-ჯერ მეტი დოზა ქონდა დანიშნული, ვიდრე მის წონით კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 15 წლის გოგონა იყო. დიაგნოზი არ იყო აკნე, იყო პერიორალური დერმატიტი, ოღონდ პაციენტს პერიორალური დერმატიტი არ ქონდა. იყიდა მედიკამენტი არ დალია, იყო 3 დერმატოლოგთან, 3-დან 2-ს ქონდა სისტემური იზოტრეტინოინი დანიშნული, ერთს 3-ჯერ მეტი დოზა, ერთს ადეკვატური დოზა, ძალიან სწორად, ძალიან კარგად სრული რეკომენდაციებით კვლევებზე და ლაბორატორიულ ჩეკაპზე, ასე ვთქვათ, 3 თვეში ერთხელ, რაც მეც კმაყოფილების შეგრძნება მეუფლება ასე დროს, იმიტომ რომ რაღაცნაირად არსებობს კოლეგიალობა და ერთმანეთს გულშემატკივრობთ, ხომ? სამწუხაროდ ჩვენ პრაქტიკაში და ყოველდღიურობაში ძალიან უყვართ ერთმანეთზე აუგის თქმა, რასაც მე არ ვემხრობი პირიქით. გუნდურად ერთად უფრო კარგად გამოდის ხოლმე კარგი ამბები. ამ პაციენტმა არ მიიღო მედიკამენტი, თუმცა გამოწყდა რომ ვიყიდეო. მათი როგორც იყიდეთ, თაროზე შემოდეთ. ანუ არ დალია უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ჩათვალა რომ არ უნდა და შეეშინდა ალბათ დობის ფაქტორიც არ იყო, მას ჰქონდა უკვე მიღებული 2021-22 წლებში 9 თვიანი კურსი ჰქონდა აკნეზე ჩატარებული. სისტემური იზოტრეტინით გაუჭირდა ამ პრეპარატის მიღება და ამიტომ აღარ გაიმეორა კურსი თან არ ენდო დიაგნოზი. როგორც ხდება ხოლმე. როგორც ხდება ხოლმე. ერთთან ვიყავი, ორთან და მოდი ბარემ მესამე რა სიტყვის. ხშირად არის ასეთი შემთხვევები. ხშირად არის. მე თვითონ გადამემოწმებია სუსად ეგრე რომ მესამე ნეტა რა სიტყვის. ნამდვილი მესამე. და მე როცა დაემთხვევა ხოლმე ალბათ იქიდან და სხვათა შორის ხშირად არის პაციენტისთვის დიაგნოზი გითხრას და გახარები ასე ვთქვათ, აი ChatGPT-მაც ესმით რა. ნახეთ პაციენტი როცა გუგლავს ასე ვთქვათ, ან ხელოვნური ინტელექტზე კითხება გიждები. იმიტომ რომ პაციენტს აქვს ინტერესი. პაციენტი რომელსაც აქვს ინტერესი, მასთან კომუნიკაციაც საინტერესოა. ის მოყვება საუბარში, რასაც უხსნი იგებ, შენ კმაყოფილი ხარ რომ ის იგებს ამ ყველაფერს და პაციენტი არის ინტერესიანი. ფიქრობ რომ ეს ასეც უნდა იყოს. ყველას აინტერესებს ხო რასთან აქვს საქმე. ეგ ცოტა ხელოვნური ინტელექტი აქვს, Google არ მიყვარს. ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩვენ ექიმები თანხას ვიხდით იმაში რომ გავეცნოთ სანდო ინფორმაციის წყაროს, მაგრამ ცოტას აქ სანდოს მე ვეტყვი, ცოტას წაიკითხავს, აკუმულირებას მოახდენს და რაღაც გამოდის ხოლმე ბოლოს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაინც რაღაცნაირად მინდა რომ, იმიტომ რომ ამ წამალზე რომ წავიკითხე მოკლედ რაღაცები, ხელოვნურ ინტელექტსაც ვკითხე და იცი როგორ მომცა იმან ხელოვნურ ინტელექტს უკანასკნელი საშუალება. კი, ეს არის ბოლო გამოსავალი. მე ასევე ვეძახი ამ მედიკამენტს. ეს არის როცა ჩვენება არ მაქვს, რა თქმა უნდა. რომ ეს არის ბოლო გამოსავალი.
თუმცა მე მყოლია პაციენტი, ვისაც ჩვენება ჰქონდა მედიკამენტის, მაგრამ ამ გოგონას იმდენად ბევრი სხვა ქრონიკული პრობლემა იყო. იყო შაქრიანი დიაბეტი და იყო ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შესაბამისად ამ მედიკამენტს ვერ დავნიშნავდი. დაგჭირდა წელიწად ნახევარი ადგილობრივ მკურნალობაზე, თან ქორწილი ქონდა წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ემზადებოდა, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. ოღონდ პაციენტმა სრულფასოვნად შეასრულა ყველაფერი, აქ სხვა პროცედურებიც დავახმარეთ, როცა ანთებითიკერები შედარებით ჩაცხრა და გამოსავალი მივიღეთ იდეალური. თამამად შემიძლია თქვა ისეთი გამოსავალი მივიღეთ, რასაც წამალი იმაზე მეც ვერ გააკეთებდა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. აქ გაგვიმართლა. წამოყვათ თვითონ წამოყვა, მაგრამ ორგანიზმი. მკურნალობამაც გაამართლა. ყოველთვის საპასუხო რეაქცია კანის და ასე ვთქვათ, და როგორ მოყვება დაავადებაც მკურნალობაში არ არის ერთნაირი და ამის მონიტორი მაგიტო ხდება 2-3 თვეში ერთხელ, რომ შევაფასოთ და ვნახოთ. 3 თვე არის ის მე პაციენტს არ ვიბარებ 1 თვეში, არ ვიბარებ 2 თვეში, ვიბარებ 3 თვეში. რომ უფრო ადრე არ ველოდები შედეგებს. და შემდეგ უკვე მაგის მიხედვით ვიგებთ მაგ პროგრესი, მცირე პროგრესი ჯობია საერთოდ 0 პროგრესი. და აკნეს აქ მცირე ნაბიჯ პროგრესი. ამიტომ მესმის რთულია და ხშირად პაციენტების ფსიქოლოგიაზე უფრო მუშაობთ, მათ წახალისებაზე, აი აბა ცოტა და იხო ხედა უკეთ არის ეს გამოსწორდა, შემდეგში ესე იქნება და ესე გავდივართ ფინიშამდე ერთად. და შემდეგ ის მადლობა, რასაც იღებს ექიმი, აბსოლუტურად საზიაროა, იმიტომ რომ ასეთივე მადლობელი არის ექიმი პაციენტის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ერთად ვართ ამ ყველაფერთან, მე და პაციენტი. ჩემი მოვალეობაა, რომ მას მივცეს სწორი დანიშნულება, მისი ვალდებულებაა, რომ ის შეასრულოს. ამიტომ ძალიან საინტერესო გზა არის. კი, ისე ამ მკურნალობაზე ვიმოძრაოთ ჯერჯერობით. სანამ გადავალ ინგრედიენტებზე, რომელიც მაინტერესებს, რა უნდა იყოს აკნეს მკურნალობის დროს, მაქვს ეგეთი კითხვა, რომ როდესაც ადამიანი თქვათ მოდის რა, აი ცოტა წითელ დროშას თუ არის მაინტერესებს ექიმთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ეგეთი კითხვა შემოვიდა, რომ რატომ არ გვეკითხებიან ჯერო დერმატოლოგებიო, რას ვჭამთ, რას ვსვავთ, როგორ გვძინას, როგორ ცხოვრობთო, ამ კითხვებს რატო არ სვავენ და ეგრევე მკურნალობას რატო ნიშნავენ. აი ეგეთი კი მართლა პირდაპირ შემოვიდა ეგეთი კითხვა, იმიტომ რომ ეს ხალხიც ხვდება, რომ ანუ იქიდან, ანუ შიგნიდან რაღაც შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ამას იწვევს, ხო? და თუ შეგიძლია თუ არის დაკვირვება რაღაცეებზე, მაგალითად კუჭის პრობლემა თუ აქვს, მაგალითად არ ვიცი რაღაც, მე მაქვს ადრე ფოტო ნანახი ინტერნეტში ეხლაც მოიძებნება, სხვადასხვა ადგილასახეზე გამონაყარი, თითქოს სხვადასხვა ორგანოსთან. ხო, თუ არის ესეთი რაღაც ძალიან საინტერესო იქნება. აკნეს შემთხვევაში ეს ნაკლებად, მაგრამ თქვა სხვადასხვა გამოვლინებები არის ხოლმე კანზე, როცა სხვა ორგანულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მე ხშირად ვამბობ, რომ კანი არის არკესავით, ირეკლავს როგორც შინაგან, ასევე გარემო ფაქტორებს. რაც შეეხება კონკრეტულად აკნეს დაწყებული დასაბანი საშუალებიდან, დამთავრებული თუნდაც აი ყოველდღიური რეჟიმიდან, კვების რეჟიმიდან ამას პაციენტთან განვიხილავთ. მე ვაკეთებ ჩამონათვალს, რამ შეიძლება გააღიზიანოს და თქვენ მიირთმევთ ამ საკვებს, პაციენტს თუ ესეთ საყვარელი ღიმილი დასთამაშებთ ხოლმე, ან თუ მშობელთან ერთად არიან მშობელს გახედა, ხვდები რომ არ უყვართ სწორი კვება და თქვათ ხშირად მიირთმევენ ისეთ პროდუქტს, რაც მათ აკნეს აუარესებს. მაგალითად შოკოლადი ცხელი რა, მაგალითად ჩიფსები, სასმელებიდან ლუდი აღიზიანებს და ალკოჰოლი ისეც აღიზიანებს კანის სხვადასხვა დაავადებებს. კი, მაგრამ აი ნახეთ 100-დან 99 მეტყვის, რომ აი ჩიფსი რო ვჭამო და ლუდი დავაყოლო ზემოდან, მეორე დღეს ჩირქოვანი კერები მიჩნდება, ან არსებული მიღიზიანდება. გეტყვის მაგა? მეტყვის. ერთი მეტყვის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა ვჭამო. ჩიფსი ვჭამო, ლუდი დავლიო, ტკბილეული დავაყოლო, როგორც ვქონდა, ისე მაქვს. ამიტომ ამბობ, რომ ეს არ არის დოგმა. არ არის სპეციალური დიეტა, რომელსაც დავიცავთ და აკნე ალაგდება. არა, აკნე არ ალაგდება, მაგრამ იმ კვების რეჟიმის დაცვა და სწორი კევება ხელს შეუწყობს, რომ მკურნალობასთან ერთად, შენი რეჟიმის მოწესრიგებასთან ერთად, ძილის მოწესრიგებასთან ერთად გამოსავალი იყოს ბევრად უფრო კარგი. ამიტომ როცა არიან ძირითადად თინეიჯერები, აი, ვთქვათ 12-13 წლის,
მშობელი გეუნება, ექიმი გეუნება არ შეიძლება, როცა არიან ცოტა უფრო მოზრდილები, 18-19 წლის, 20 წლის სტასული ადამიანები, ეუბნები, რომ ყველგან მშობელი ვერ გამოყვება. მე ვერ დავინახავ შენ რა შეჭამ, მაგრამ თუ აგზიხარ, თუ მოხვედი აქამდე, თუ გინდა რომ ეს პრობლემა მოიშორო და იცი, რომ მიირთმევ შოკოლადს, ან მიირთმევ ტკბილს და მეორე დღეს უარესად გაქვს კანი. ხო, იქნებ ხელი შემიწყო. ну, ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება და კიდევ ყველაზე დიდი პრობლემა მექანიკური გაღიზიანება, ისევ როგორც და ისევ. საწყის საუბრის დასაწყისში ვთქვი, არ აქვს მნიშვნელობა პაციენტის სისტემური ზედროტინო ინსტალებს თუ ადგილობრივ თერაპიას ჩაიტარებს, თუ კერების წვალება ხდება მექანიკურად, შედეგი არ დადგება მალე, იმიტომ რომ მე არის ანთების შემდგომი ლაქები და სხვა პრობლემები იჩენს ხო, თავს. ლაქებზე აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა იყო იქაც და მეც მაქვს ეგ შეკითხვა და აუცილებლად ვისაუბრებთ და რაც შეეხება წვალებას, ხო, აი მანდაც ჩემ გამოცდილებასაც გავაზიარებ, იმიტომ რომ მეც მაწუხებდა მქონდა აკნე და ძალიან დიდი ცდუნება არის, რომ ძალიან. გააკეთო ეგ და მეც დავმდგარ ვარ მაგ ცუნების წინაშე. ადამიანები ვართ ყველანი. მეც პერიოდულად მაქვს გამონაყარი, მე რა რო ექიმი ვარ და რა ექიმებს არ გვაქვს სამედიცინო პრობლემები, ჩვენს გვაქვს. უბრალოდ მე დერმატოლოგი ვარ, მე ვიცი თქვა კანის პრობლემა, მე თუ გამიჩნდა, როგორ მივხედო, თორე ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. მეც მიმიწევს ხოლმე გული, რომ პერიოდულად ვაწვალო კანი და იმისთვის, რომ ეს ცდუნება მაქსიმალურად შევამცირო, საპირფარეშოში სარკის განათებას აღარ ვთავ. ვანთებ ხოლმე დიდ შუქს და ის პატარა შუქი რო გვაქვს იქ ყველა შიგნით, რომელიც უშუალოდ სარკეს ანათებს, ეგ აღარ ირთვება ჩემს საპირფარეშოში. და სხვათა შორის ამას წინეთ რაღაცა დავლანდე ჩემ კანზე და აი დავაპირე, რომ აი გავაწვალ, არანათია რომ გააწვალო, ხოლ ამას ყველა დაინახავს და დღეს მარტო შენ ხედავ. ამიტომ აღარ შევეკითხე. არსებობდა ეგრე ძალიან ძველი რაღაც მოცემულობა თუ ის რა ქვია, გავრცელებული აზრი, რომ თუ ამოსულია, ეს ჩირქოვანი არის, მოკლედ გამონაყარი, ის უნდა ამოიღო, თორემ მერე კიდე უარესად რაღაც ჩაჭირქდება და უარესი მოხდება. ეს მითია თუ რეალობა არის? ეს ყველაფერი არის მითი. მითი. ეხლა რადგანაც ხდება ადგილობრივი მკურნალობა, ის ადგილობრივი ინგრედიენტები ამ ყველაფერს აგვარებს. ამიტომ აქტიურ კერების გაწმენდას არ ურჩევ პაციენტებს, თორე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის პაციენტს, რომელსაც სახის კანი დაფარული აქვს აკნეს ელემენტებით, როგორც ანთებადი, ასევე არაანთებადით, მიდიან და იკეთებენ სისტემატურად წმენდას. საბედნიეროდ კვალიფიციური სპეციალისტები და ყავს ასეთი უშვებენ ჯერ ექიმთან სამკურნალოდ და შემდეგ როცა ანთება ცხრება, უკვე კეთდება წმენდის პროცედურა. მაგრამ სამწუხაროდ ბევრი, რომელიც თქვათ განათლებით არც დერმატოლოგია, არც სამედიცინოსთან ქონია შეხება, მაგრამ სახის კანს წმენს, ჩიჩქნის წმენს იბარებს ხშირად თვეში ერთხელ და მოდიან სულ აი გაფუჭებული კანით, ასე რომ ვთქვათ. კი. და თვითონ აი ლაქები რაც რჩება რა, ერთ-ერთი კითხვა არის ესეთი, თუ შეიძლება ლაზერული ჩარევის გარეშე საერთოდ ლაქები ალაგდესო. მოდით ბარემ ასეთი სულფასოვანი პასუხი რო გაგცეთ მაგაზე, რა კვალი რჩება აკნეს შემდეგ, ხო? ეს არის ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია. ანუ ჩვენ ენაზე ლაქები? ხო. და ნაწიბურები. ლაქების დატოვება კანზე დამოკიდებულია თუ რა დონეზე დააზიანა კანი ელემენტმა. რაც უფრო ღრმა დაზიანებაა და კერა დიდია, მით უფრო ვიზუალიზდება ანთების შემდგომი ლაქა და დამოკიდებულია კანის აღდგენის უნარზე და დროზე. ასევე ჩვენ ვეხმარებით სხვა ადგილობრივი საშუალებით. ქიმიური პილინგები და ლაზერული პროცედურები არის ჩვენი დამხმარე პროცედურები, რომელიც სასურველია, რომ პაციენტმა გაიგეთოს. რაც შეეხება ნაწიბურს, ნაწიბურის სრულად გაქრობა არ ხდება. ამ დროს პირდაპირ პაციენტს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გაკეთდეს საშუალო სიღრმის ქიმიური პილინგი, ან მე ძალიან მიყვარს ფრაქციული, აბლაციური ლაზერი, როცა კანის ფენის დაწვა ხდება, შემდეგ აშრევება და კანის სტრუქტურის განახლება.
ეს არ არის ოღონდ ერთჯერადი პროცედურა, თქვათ ამ ზამთარს გავიკეთე და მორჩა. ამას ვეძახი მე ზამთრის რუტინას, იმიტომ რომ ყოველი პროცედურის მერე კანი მეტად გლუვია და ვიზუალური ეფექტი არის ბევრად უკეთესი. როგორც წესი, შემდეგ პაციენტებს ეს აკმაყოფილებთ. ანუ ეს ის პროცედურაა, რომელიც საბოლოოდ გააქრობს? საბოლოოდ ნაწიბური არ არ ქრება. ქრება. სულ ნაწიბური არის ნაწიბური ხო უკვე კანის შემაერთებელი ქსოვილი ვთქვათ, რომელიც არის ჩვენი ნორმალური კანის სტრუქტურა, იცვლება ფიბროზული ქსოვილით. ფიბროზული ქსოვილი არის უკვე ნაწიბურისთვის დამახასიათებელი უსიცოცხლო ქსოვილი, ასე რომ ვთქვათ. ამისთვის ასევე კარგია პლაზმათერაპია, ლაქებისთვისაც მიკრონიდლინგი. ამიტომ მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ უკვე დამხმარე საშუალება არის ესთეტიური მედიცინა, ხო, როგორც რაც ძალიან კოსმეტოლოგიური გვიწყობს ხელს ამ ყველაფრის მოგვარებაში. ხო და მოდი თან ვისაუბროთ ახლა უშუალოდ ინგრედიენტებზე მკურნალობის დროს და მერე ლაქების მკურნალობაც ადგილობრივი ვთქვათ ესეთი ჩარევა თუ არ არის. უბრალოდ რომ გაქრეს თუ არა ფერი დაკარგოს როგორც მინიმუმ და ისეთი შესამჩნევი არ იყოს, მაგაზეც გადავიდეთ. უბრალოდ ჯერ დავიწყოთ აკნეს მკურნალობა, არა ორალური მედიკამენტური საშუალებები რა შეიძლება იყოს. ჩვენ სისტემურიდან, ანუ დასალევი მედიკამენტებიდან თვით იზოტრეტინოინი და არის კიდე ანტიბიოტიკოთერაპია, უბრალოდ როცა ბევრი ჩირქოვანი კერა, სადაც ჩირქია, იქ არის ბაქტერია. როცა ბაქტერია არის სისტემური ანტიბიოტიკი გვეხმარება, რომ ეს ბაქტერიული კულტურა შევამციროთ. თან არის ეპიზოდები, როცა პაციენტი გეუბნება, რომ ყოველდღე ახალი ჩირქოვანი კერა ამომდის. ამიტომ მაგ დროს სისტემური ანტიბიოტიკი ძალიან გვეხმარება. რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, ფავორიტი ინგრედიენტები არის ადაპალენის მჟავა, ბენზილპეროქსიდი, კლინდამიცინი, რომელიც ადგილობრივად სამკურნალო ანტიბიოტიკი არის. კლინდამიცინი მე მგონი თან რაღაცა ესეთი პატარა იმაში იყიდება აფთიაქებში, ხო? ცოტა იაფასიანი საშუალება. არა, მეშლება ესე იგი. არა. ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ აკნეს მკურნალობაში, საკმაოდ ძვირად ღირებულია. არის ალტერნატივა. არსებობს ინგრედიენტების გადათამაშების ხარჯზე სხვადასხვა ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების ალტერნატივა. არც ისე კარგი ქვეყნიდან, თუმცა მე ჩემ პრაქტიკაში შემიდარებია, გამომიყენებია, შედეგი არ ყოფილა ისეთი. არ ყოფილა. ამიტომ ალბათ უფრო უნდა ევროპულ, ამერიკულ ამბავს მივაწვეთ, ხო? თავიდან ჩამოთვალე, ესე იგი რა მჟავებია, ხო, რეალურად? ძირითადად მჟავები არის, ადაპალენის მჟავა ბენზილპეროქსიდთან ერთად არის იდეალური, გამოიყენება დღეში ერთხელ საღამოს რუტინაში. და ადაპალენის მჟავა, თქვათ, აზელაინის მჟავა კარგია ლაქებისთვის, ადაპალენის მჟავა როგორც აქტიური ინგრედიენტებისთვის, ასევე ლაქებისთვისაც კარგია. სალიცილის მჟავა, თქვათ, რა განსხვავება სალიცილი და გლიკოლი. სალიცილი აკნეს დროს კარგია, იმიტომ რომ ცხიმოვან ბარიერს გადის. გლიკოლი უფრო შალი ტიპის კანს უყვარს, იმიტომ რომ წყლის ბარიერს გადის. დღესდღეობით თან ახლა გვაქვს მერე შენარჩუნებისთვის სხვადასხვა საშუალებები. იგივე ცალკე მარტო ადაპალენი არის ხოლმე გამოყოფილი ბენზილპეროქსიდს, რომელსაც შემანარჩუნებელ თერაპიაში ვნიშნავთ და ინერგება ღამის რუტინაში. თქვათ, აღარ ხდება ისე ინტენსიურად გამოყენება, როცა აქტიური მკურნალობის ფაზაა და უფრო დღე-გამოშვებით იყენება პაციენტები. დავასრულეთ მკურნალობა უკვე შემდგომი, ხო? ადაპალენი არის იგივე რეტინოიდი, ამიტომ ცალკე რეტინოლის შატის ან სხვა რეტინოიდების გამოყენება აღარ ხდება. ძალიან ისეთი ფართო თემა არის, ინდივიდუალურია და პაციენტმა უნდა იცოდეს, როცა იწყებს ამ საშუალებების, თუნდაც რეტინოიდების გამოყენებას, რას ელოდეს. იმიტომ რომ რეტინოიდების გამოყენება უკავშირდება კანის გამოშრობას. ყველას კანი ერთნაირად არ იღებს ამ ინგრედიენტებს. ამიტომ კანის აქერცვა, თუ აქერცვა არ მოხდა, სტრუქტურული განახლება არ ხდება. კანის აქერცვა, სიწითლე, წვის შეგრძნება, სიჭრელე, მცირედი დაჭიმულობა, ქავილი ამ ყველაფერმა შეიძლება თავი იჩინოს და მე პაციენტებს აქვთ ერთი ფრაზა: კანის ბარიერი დამერღვა. კანის ბარიერი დამერღვა ეს ასე მარტივად არ ხდება. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ეს ყველა ჭყალებში გვერდითი ეფექტი, რომელიც ნორმალურია მკურნალობის პარალელურად, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ეს განვითარდეს. განვითარდება არის მოგვარების გზები, რომ ეს გზა შეუმსუბუქოთ პაციენტებს. თავარია ვიცოდეთ. მკურნალობის პროცესშივე? მკურნალობის პროცესშივე.
ვარგებთ რეჟიმებს პაციენტებს, დამხმარე საშუალებებს ვიყენებთ დამატენიანებელს, რომელიც მისი კანისთვის არის მოწოდებული, რაც მთავარია დამატენიანებელი არ უნდა იყოს სქელი სტრუქტურის, როცა აკნეზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ისედაც ცხიმს აქვს ფორები დახშული, ჩვენ კიდე სქელ დამატენიანებელს ვისვავთ, ფორები ყირაზე გადადის, ასე ვთქვათ და კიდე უფრო მეტად გროვდება კანქვეშა ბურთები, იმიტომ რომ იბლოკება, მეტად იბლოკება ფორები. ამიტომ ამ დეტალებს, აი ამ ყველაფერს განვიხილავთ ყოველთვის ყველა პაციენტი. ხო, ეხლა ჩვენ გვისმენენ, შეიძლება შენი პაციენტები, შეიძლება არა შენი პაციენტები, სხვისი პაციენტები. და მნიშვნელოვანია ისეთი რჩევის მიცემა, რომ აი ეხლა როგორც ვახსენეთ, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ შეიძლება არასწორ იქიმთან მოვხვდეთ, რაღაცა გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც რაღაც კურნალობას ნიშნავს და ანუ ხვდებით, რომ როგორი შეიძლება იყოს აკნეს მქონე ადამიანის დღის და ღამის რუტინა? შეგვიძლია რაღაც ზოგადი რჩევა რომ მივცეთ? კი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდები. ზოგადად პაციენტებსაც ვეუბნები, რომ არ არსებობს ერთი ბრენდი, ერთი დასაბანი ან ერთი საწყი, რომელიც ყველას მოეწონება. მაქვს ფავორიტები, ისიც პაციენტის ფიდბექებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვთავაზობ მრავალფეროვნებას პაციენტებს. მაგრამ რაც შეეხება რუტინას, მე მაქვს ესეთი მიდგომა და ჩემმა პრაქტიკამ ეს მიდგომა გამიმყარა, რომ რაც უფრო მარტივ საფეხურებს ვასრულებთ დღის და ღამის რუტინაში, ჩვენი კანი უფრო კარგად გამოიყურება. ზედმეტი მოფერება ადამიანების არ იყოს, ჩვენ კანსაც წენს. ამიტომ ყველაფერი გენიალური არის სიმარტივეში. ამ შემთხვევაში ეს ვრცელდება კანზეც. ელემენტარული საფეხურები რაც არის, თქვათ ცხიმიანობა თუ მაქვს მომატებული, დილასაც დავიბანე კანი და ღამეც. თუ ოდნავ სიმშრალისკენ ხდება მიდრეკილი დილით, წყლით დაბანა ან მიცელარული წყლის გამოყენება სრულიად მისაღებია და ღამე უკვე კაპიტალურ დაბანვას ეძახი ხოლმე. ღამიდან დილამდე ისე აღარ მინძურდება სახის კანი, პირიქით გამოიყოფა ის ცხიმი, რაც ჩვენი კანისთვის სასარგებლოა. ამიტომ ამ დაბანის რეჟიმს ასე ვაკონტროლებთ. დავიბანე სუფთა კანზე აუცილებლად ხდება სამკურნალო ინგრედიენტის წასმა, სამკურნალო გელის წასმა. შემდეგ ეს გელი უნდა შეშრეს და პაციენტმა გადაისვას ან მზისგან დამცავი, ან პირდაპირ დამატენიანებელი. თუ არის ზაფხულის პერიოდი, როგორც წესი, მხოლოდ მზისგან დამცავი ყოფნით, ან დამატენიანებელი მზისგან დამცავთან ერთად, რომ ისედაც ფორები უფრო აქტიურად მუშაობს, ზაფხულში უფლის გამოყოფა მეტია. მედიკამენტი წავისვის შემდეგ დამატენიანებელი, დამატენიანზე მზისგან დამცავი ცოდოა ფორები. ამიტომ 2-1-ში ყველაზე კარგი ვარიანტია ამ დროს. რაც შეეხება ღამის რუტინას, და ასევე დავიბანე, დაბანილ კანზე გადავინაწილე სამკურნალო გელი. შემდეგ ვადროვებ 1-2 საათი და თხელი სტრუქტურის დამატენიანებელი შეიძლება გამოვიყენო. ოღონდ ესეც აუცილებელი არ არის. აი პაციენტს ვეუბნები, რომ მოусმინე, აი რას გთხოვს კანი. მე შემოგთავაზებ ამ საშუალებებს, იცოდე როდის რა გამოიყენო, მაგრამ გთხოვს გამოყენებას თუ უბრალოდ ისვავ, იმიტომ რომ უნდა წაისვა დამატენიანებელს გულისხმობ ძილის წინ. ზამთარში როგორც წესი გთხოვს კანი დატენიანებას ძილის წინ. ზაფხულში აი ასეთ დღეებში ნაკლებად. ამიტომ ზუსტად დღეს ვესაუბრებოდი პაციენტს ამაზე, მე ვერ გეტყვი ზუსტად. მე შემოგთავაზებ, ამ დროს ეს გამოიყენო, მაგრამ გჭირდება კი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ერთ ჩარჩოში ვერ მოვაქცევთ. ეს ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალიზმი არის ყველაზე მთავარი. გეთანხმები. აქ ერთ თემას შემოვიყვან, რასაც ქვია თვითნებური მკურნალობა, აკნესი. იმიტომ რომ ეს ხშირია. იმიტომ რომ სოციალური მედია არსებობს, სადაც ინფორმაციები ვრცელდება და ძალიან ხშირად ადამიანები არ მიდიან იქიდან. შეიძლება ზუსტად იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ აქვთ და შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ თვითონ გადაწყვიტონ რომ ესე გააკეთონ. მე ჩემ მაგალითზე მოვყვები, იმიტომ რომ შეიძლება საინტერესო იყოს, მე მქონდა აკნე, დამეწყო აკნე, ჩემი იყო მერე მივხვდი უფრო ფსიქოსომატური აკნე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ გამოხატული იყო, მივედი ერთ-ერთ კლინიკაში და მინიშნეს კურნალობა. კურნალობას, აი ეხლა შენი საუბრიდან ხვდები რომ ერთ თვეში არ უნდა შემეხედა და თქვა შემეხედა სამი, მაგრამ უბრალოდ აი არ უკეთ იგივეც არჩებოდა, ცოტა უარესდებოდა და მივხვდი რომ არ იყო ეს ჩემი და მე გადავწყვიტე რომ ჩემით გადამედგა ეს დამიჯები და ჩემით შემესწავლა ეს. მე რა შეცდომაც ავუშვი აქ და რაც მინდა რომ ჩემო მოყოლებმა გაითვალისწინოს, იცი რა იყო, რომ იმდენად გადამეტებული პროდუქტი შემოვიტანე მკურნალობაში, რომ შენ რაც თქვი და რაც ახსენე და მაგაზე ვისაუბროთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია, კანის ბარიერის გაფუჭება, დარღვევა, ხო? მე მივედი მანდ.
და მე იცი როგორი რაღაც მოხდა ჩემი აზრით, დღემდე ჩემი აზრებით ვარ წარმოდგენილი და არა ეიფინის და ეს არ არის კარგი, ეს არ გაიმეოროთ. იმდენად გამომიშრა კანი, ხო დაირღვა ეს ბარიერი. და მე უკვე აი შეიძლება რომ გამომშრალ კანზე აკნე რო გქონდე, გამონაყარი რო გამოდიოდეს, მაინც აი უკვე მანდ შევედი რა. მე მივხვდი რომ მოდი ეხა, რატო ვატარებდი ექსპერიმენტებს არ ვიცი. მოდი ეხლა კან დარღვეულ ბარიერს მივხედოთ. და სხვათა შორის ეს უბრალოდ ჩემი პრაქტიკა არის და ამ დარღვეული ბარიერის აღდგენამ მიმიყვანა იქამდე რომ უფრო კანი დაემსგავსა კანს, ესე ვთქვათ რა. ჩემი კითხვა ამხელა ამბავი დავიწყოთ იქიდან თვითნებური მკურნალობა შენ ალბათ შენთან მოსულან, სადაც აი ყველანაირ მჟავას უმაშობიან კანზე იყენებენ. და შენ ხო ხენ სამკურნალო გელი დილით და საღამოს, ხო? თქვათ აი სამკურნალო გელი, ოკეი, მაგას მოვჩით. ეხლა შენარჩუნებაში როგორ შევდივართ? მოდი სანამ მაგას გეტყვი, შენახსენე გამონაყარის გამწვავება და მოვიწყდა მე თქვა მკურნალობას რო ვიწყებთ, ეგრეთ წოდებული purging-ს, რასაც ვეძახით, თავიდან შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს, იმიტომ რომ რეტინოიდებს, რომელიც ამ დროს ინიშნება, მოქმედების მექანიზმი აქვს, წავუსვი კანზე, ჩავიდა შეში, ქვემოდან ზემოთ ამოიტანა ისა პრობლემაც არის ქვემოთ, ანუ დაგროვებული ცხიმი ამოაქვს ქვემოდან ზემოთ. ეს საცხის შემთხვევაშიც. სამკურნალო საცხის. რეტინოიდების ხო, შემთხვევაში. ანუ თუნდაც არა. ადაპალენის მჟავის შემთხვევაში და რეტინოლის შატის შემთხვევაში. ეს ორივე კი. მსგავსი ინგრედიენტია, ამ კუთხით რეტინოიდია ორივე. ამიტომ ასე იცის ხოლმე. გაუპროტესტებია პაციენტს თვენახევარში, გამომაყარა გამევარს და არ შევწვდები მკურნალობას 3 თვეში მოსულა. უკვე ხო. თვითნებური მკურნალობა არის ძალიან ცუდი. და რატომ? სოციალურმა მედიამ ცოტა შეცვალა ახალგაზრდების ფსიქიკა. რაზეც ძალიან შემტკივა მგონი, იმიტომ რომ მიილტვიან პერფექციონიზმისკენ და ყველას უნდა perfect skin, რაც არის იდეალური კანი. glass skin რო ეძახი, აჰა. glassy skin. მე 13 წლის გოგონამ დამისვა, როგორ მქონდეს glassy skin, ასეთი შეკითხვა. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი კანის სტრუქტურა יש ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკასაც, ხო, ჩვენ ვერ გვექნება კორეელისნაირი, თქვა, რომელსაც ხوانه ან სლავებს აქვთ კიდე ზოგჯერ მსგავსი ტიპის კანი, რაც არ უნდა, მეც ძალიან მინდა მსგავსი ტიპის კანი, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ კავკასიური გენი გვაქვს, სხვანაირი გენეტიკა გვაქვს მაგ კუთხით. თორე მე მყავს ჯგუფელი ასევე ექიმი, რომელსაც შვილი რო შეეძინა, ტოპიკრემი რო დამჩებაო ხელზე, ან სხვასაც დამატენებელი, რომ შეიძლება имас მივისვაო ხოლმე. და იდეალური კანი. იდეალ მარმარილოსებრი კანი აქვს. და მხოლოდ გენეტიკა. დღემდე ასეთი კანი აქვს. არასდროს არანაირი რუტინა არ ქონია. არასდროს მოწმე ვარ, მაგრამ გენეტიკურად აქვს ასეთი კანი. სამწუხაროდ ეს ხდება იშვიათად. და უნდათ ეს პერფექციონიზმი ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, არიან დასტრესილები და დეპრესიულები, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ასეთი კანი და არ მოსწონთ, რასაც სარკეში ხედავენ იმის შემდეგ, რაც ეკრანზე ნახეს. და მე ვცდილობ ხმამეთქვა რომ არ არსებობს, ეს არის ყველას აქვს კანის პრობლემა. ზოგი მეტად წარმატებით მალავს, ზოგი ნაკლებ წარმატებით. ამიტომ ვივიწყებთ ამ თემას და ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. და ამას ძალიან ხანგრძლივი საუბარი ჭირდება პაციენტთან. პროტესტებენ და თინეიჯერობის ასაკში. ამიტომ როცა ნახავენ სოციალურ მედიაში სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებს, სხვადასხვა პროდუქტებს, ყველაფერს იწერენ, ყველაფერს ყიდულობენ და თქვა დილით ერთ წაისვენ, შუადღეს მეორეს, საღამოს მესამეს, დილის წინ მეოთხეს. როცა ზოგადად აქტიური ინგრედიენტებს ვსაუბრობთ, მჟავები თუნდაც მჟავები. ყველას კანი ამას ერთნაირად არ იღებს. ჰიალურონის მჟავა არის ყველაზე უწყინარი მჟავა, რომელსაც თქვა დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და ასე თუ ისე ადაპტირდება ყველა ტიპის კანთან. რაც შეეხება სალიცილ გლიკოლს, ადაპალენს, აზელაინს, ჯერ თქვა C ვიტამინს თქვა მჟავა არ მაგრამ C ვიტამინის თქვა რეტინოლის გამოყენება. ჯერ უნდა ვცადოთ ერთი აქტიური ინგრედიენტი. დავიწყოთ კვირაში 2 ჯერ, კვირაში 3 ჯერ, მივეპაროთ 3 ღამე გადაბმულად და დავაკვირდეთ კანს. მიიღო კანმა? კარგი, რომელია შემდეგი? ვამატებთ სხვა რუტინაში, ხო, ან დილის ან ღამის ერთად, ან ერთი დღე ერთი, მეორე დღე მეორე. ისიც საჭიროებიდან გამომდინარე, რასაც თქვათ სპეციალისტი კარგად არჩევს.
ჩავრთე მეორე აქტიური ინგრედიენტი, ასევე დავაკვირდი რა რეაქცია კანს, გაღიზიანა, ესე იგი ეს მეორე აქტიური ინგრედიენტი მე არ მიხდება. მე მაგალითად C ვიტამინს ვერ ვხმარობ, მაქვს საშინელი ალერგია. ვწარდე ერთი ბრენდი, მეორე, მესამე ვერ ვიყენებ მაყრის. გულით მინდა, იმიტომ რომ კარგი ეფექტი აქვს კანზე, რაღაც ანტიოქსიდანტია, პრიალა, ბზინვარე კანი, თან ნამზევრის მერე არაჩვეულებრივია, მაგრამ მე ვერ ვიყენებ. ასე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როდის ჩავრთოთ და როდის მივხვდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი კანის ტიპისთვის. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი რეტინოლზე, იგივეს ვერ ვიტყვი ადაპალენზე, გამომაყრის ამ დროს, მაგრამ ამან ასე იცის. უნდა ესე იყოს. ესე უნდა იყოს, ხშირ 90%-ში ასე ხდება. ამიტომ უბრალოდ ვარგებთ, ნებისყოფით და მოთმინებით ვაგორებთ ამ პერიოდს, პარალელურად ვიყენებთ თხელი სტრუქტურის საცხებს, ან საშუალო სტრუქტურის, ყოველთვის ჯობია ერთი მძიმე გავყოთ ორად, თქვათ მსუბუქი დამატენიანებელი შრატი და საშუალო სტრუქტურის კრემი, რომელიც არ ახშობს ფორებს. და ვადაპტირდებით ამ ყველაფერთან და ამ მონაცემებთან. მერე ყველა ბჟავას აქვს თავის პროცენტულობა. რო შევხედავთ, რომ დავიწყეთ დაბალი პროცენტულობით, ჩვენი კანი ადაპტირდა, ეფექტი მოგწონს, შეგვიძლია გავზარდოთ. თუმცა როცა პროცენტულობაზე ვზრდით, იგივე ინტენსივობით არ ვიყენებთ როგორც პირველს. აქაც ნელ-ნელა ვაპარებთ კანს. მაგალითად, აი ხა ავიღოთ ესეთი კითხვა, მაგ ერთი კონკრეტული აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტი, რომელიც გინდა. ადაპალენი. ძალიან მიყვარს ხო, ადაპალენი, ხო, სწორად ვენებ. ადაპალენის ადაპალენი ავიღოთ და რა პროცენტულობით იწყება მისი 0.1% ყოველ დღე. არა. ყოველ დღე არა. აკნეს მკურნალობაში ვიწყებ დღე-გამოშვებით. მერე გადავდივართ ყოველდღიურ გამოყენებაზე, მაგრამ პაციენტს ვაფრთხილებ, რომ ეს 3 ღამე თუ გადააბიდა, შეატყვე რომ გაგიღიზიან და მოდი 2 ღამე გამოტოვ, ეს დანაშაული არ არის. ატყობ, რომ ვერ გადადიხარ ყოველდღიურზე, დავტოვოთ დღე-გამოშვებით. როცა მოვლას ეხება მხოლოდ და თქვათ პაციენტს არ აქვს აკნე და უბრალოდ უნდა, იმიტომ რომ ადაპალენი კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზეც არის პასუხისმგებელი. ვიწყებთ კვირაში 2-ჯერ, მერე გადავდივართ კვირაში 3-ჯერ. არ არის აუცილებელი პაციენტმა უბრალოდ ადაპალენის მომხმარებელმა კვირაში 3-ჯერ მეტად გამოიყენოს. მაგრამ როცა აკნე არის, მირჩევნია ხოლმე, რომ ყოველდღიურ ღამის რუტინაში ჩაჯდეს. ოკეი. კი ბატონო. და თქვათ გავზარდეთ ახლა 0-1-დან რამდენზე შეიძლება? 0.3-ზე. 0.3-ზე შეხილი და იქაც ან თქვათ კვირაში 3-ჯერ თუ იყო, კვირაში ან ყოველდღე თუ იყო აკნე შემთხვევაში. გადავდივართ ახლა ისევ კვირაში 2-ჯერ, შემდეგ დღე გამოშვებით. არა და თქვათ ადაპალენი ხო, ასევე კარგია აზელაინი. შეგვიძლია ხოლმე პარალელურ რეჟიმში. ერთი დღეის ერთი დღე იყოს ადაპალენის ფშავა, მეორე დღეს აზელაინის ფშავა, იმიტომ რომ აზელაინი ლაქებზეც კარგად მოქმედებს. ადაპალენიც მოქმედებს, მაგრამ აი აზელაინი 20%-იანი, 15%-იანი, 15-ით შეგვიძლია დავიწყოთ. არ არის ძალიან აგრესიული როგორც ადაპალენი, ვთქვათ. და შემდეგ აი ეს მე ამათი კიდევ უფრო გაზრდა, გაძლიერება, შეცვლა არ არის საჭირო. თუ რაღაც მოგწონს, არ არის. თუ რაღაც მოგწონს, ან რამდენიმე ფავორიტი პროდუქტი გვაქვს პერიოდულად შეგვიძლია ვცვალოთ. ეხლა გამიშთა ერთი ძალიან საინტერესო კითხვა. ესეთი მითია თუ რეალობა არ ვიცი, მაგრამ მკითხავ, კანი მიეჩვია ამ ინგრედიენტს და უკვე აღარ აქვს რეაქცია. ეს ნამდვილად შეიძლება რომ ესეთი რაღაც მოხდეს, ანუ ეფექტი მაგალითად აღარ აქვს ისეთი რაც გქონდა. აი მაგალითად ადაპალენზე შეიძლება 0.1 ადაპალენს ვხმარობ და აღარ მაქვს ის ეფექტი რაც მომწონს. მაგრამ აი ნახე ყველაფერს მიეჩვია და სადამდე შეიძლება გავზარდო. ვთქვათ, როცა გვაქვს საშუალება რომ 0.3-ზე გავზარდოთ, ზოგადად 0.3-ის მაღლა აღარ ინიშნება, აღარ არის. უკვე ჩვენ გამოვიყენებთ მაღალი პროცენტულობის შემცველობით და რა ეფექტსაც მივიღებთ ადგილობრივი საშუალებიდან, ესე იგი ეს არის იმის მაქსიმუმი. მეტი უკვე აღარ შეუძლია. მეტი უკვე აღარ შეუძლია. რესურსი ამოწურდა. და საცხებზეც არის ეგეთი რაღაც, რომ შეიძლება კანი მიეჩვიოს რაღაც საცხს და თქვათ, პირობითად თუ მატი არის, მატი ეფექტი არ გქონ, უფრო ან თუ არ მინათებდეს სახეს, ან რაღაც ეგეთი შეიძლება რომ იყოს. ან დასაბანი გელი არ მისუფთავებდეს კანს, ანუ სხვა პროდუქტებთან შეიძლება კანის შეჩვევა არსებობდეს? კი, ხდება ხოლმე. დამატენიანებლებზე არის ხშირად, მაგრამ მაგ დროს მნიშვნელობა აქვს
ხარისხსაც პროდუქტის და მე რო დავიწყე მოხმარება, მე კანი მაგ დროს ძალიან მშრალი მქონდა. დღეს ასე აღარ მაქვს. უკვე შესაბამისად, ვაუ ეფექტი აღარ ექნება ისეთი. ხო, ხო. ამიტომ ხო, არის ხოლმე კი ეგეთი შემთხვევებიც. კი. მე პირადად არ მქონია. პრაქტიკაში. ჩემ პირად შენ შემთხვევაში, პირად რომ აი მე პრაქტიკაში. რასაც ხმარობ, რასაც ხებსაც ვიყენებ, ხო. რაზეც ვარ წლები ადაპტირებული, ექსპერიმენტებს არ ვატარებ, რო არ დაგიმალოთ. ჩემი მოვლის რუტინაც ძალიან მინიმალურია და ელემენტარული საფეხურებისგან შედგება. მაგრამ მე არ მქონია, რომ აი ამდენ ხანია ვისვოდა ეფექტი და კარგა ან აღარ მომწონს. ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა. ხო, ხო. იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა შენ ახსენე, რომ ელემენტარულია, რაღაცა არ ვთავ ყველაფერს, რომ და ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს გაუშვი ხაზი, რაც იყო, რომ საკუთარი თავის მიმსგავსება ვიღაც, არ ვიცი, ცნობილ ადამიანთან, ჰოლივუდის ვარსკვლავთან, რომელიც კანი ძალიან მაგრა გამოიყურება, იმიტომ რომ მე მაგალითად როცა აკნე მქონდა, მე უბრალოდ ეგეთი ხასიათი მაქვს, რომ მაგის გამო სახში არ დამждარ ვარ. არ ვიცი, შეიძლება ეხლა რაღაც წერტილი ამომივიდეს სიტყვაზე ვთქვა და ამის დაფარვას არ ვცდილობ, ასე ვთქვათ, ქუჩაში რო გავდივარ. უბრალოდ მივიჩნევ, რომ რაღაც რავი ხდება რა. აი ესე ვამბობ ხოლმე და არა უშავს ამაში სამარცხინო, არაფერი არ არის. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენც ადამიანები ვართ, ყოველთვის ჩვენზე არ არის დამოკიდებული. პაციენტს ხშირად უთქვავს, რომ აი თქვენაირი კანი გქონდეს. მეთქი თქვენ ოვულაციის დროს არ გინახავთ ჩემი კანი. ანუ არის პერიოდები ყველა ქალის ცხოვრებაში, უმეტესობა ქალბატონების ცხოვრებაში, როცა ფრენის დროს, ადაპტაციის პერიოდში, აკლიმატიზაციაზე, სტრესის ფონზე, პრემენსტრუალურ ან ოვულაციის პერიოდში ჩნდება ალაგ-ალაგ გამონაყარი, მაგრამ როცა ვიცით უკვე როგორ მივუდგეთ, ის რამდენიმე დღეში დაგვეხსნება. ხო. არ ჩვენ ყოველდღიურობას დააზარალებთ, არც სხვისთვის იქნება შესამჩნევი. და აი მაშინ ზუსტად ეხლა ეგ გითხარი, თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, არა აკნე შემთხვევაში, ან დავასრულეთ კურნალობა, მორჩით და ნუ აი სტრესზე ისევ რაღაცა გამომივიდა 1 2 3, ვთქვათ რაღაცა. მაგ შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ? აბსოლუტურად იგივენაირი არის მიდგომა, როგორც მკურნალობის პერიოდში იყო აქტიური ინგრედიენტები, ანუ სამკურნალო გელებით. მე ვიცი ხოლმე ასე თქვა პაციენტებისთვის, თქვენ საპირფარეშოში უნდა გქონდეს საპატიო ადგილი. ამ ორ გელს თქვა, რასაც ნიშნა. ხო. ეს მართლა ასეა. იმიტომ რომ მათი ხანგრძლივი გამოყენება ან პერიოდული გამოყენება, თვეში 10 დღე თქვა მეც ვიყენებ ხომ? წლებია. არაფერს აზიანოს არ არ მოგვიტანს, მოიტანს. არაფერი ამაში საშიში არ არის. ერთადერთი აი პაციენტებთანაც ხშირად ხსნი ამას, ერთადერთი დისკომფორტი გექნებათ სუბიექტური შეგრძნებები, გამომიშრა ამე ქერცლა ამეწვა, კანი ადაპტირდება და ესეც აღარ იქნება. ამიტომ დროის ამბავია. და რაღაცნაირად მე ეს უმარტივდებათ ამ როცა შეამჩნევენ უკვე რომ თქვა გამოშვა ეს ესე უნდა იყოს. აღარ იწყება პანიკა, რომ ვაიმე რაშია საქმე, ვაიმე ეს რატომ აქვს. და მე რომ მოდიან განმეორებით კონსულტაციაზე, ამ ჩემს სიტყვებს მიმეორებენ, რომ აი ესე იყოს, მე ესე გავაკეთე. მე ძალიან ამაყი ვარ ხოლმე და პაციენტი რომელიც აკნეს მკურნალობის კურსს ასრულებს, მოვა ჩემთან. დღესაც ვყავდა არაჩვეულებრივი ლამაზი გოგონა, რომელსაც ასევე სექტემბერში აქვს ქორწილი. უბზინავდა სახის კანი და ხშირად მეუბნებიან, რომ აი კომპლიმენტს ვიღებ სახეზე. მეთქი ჩათვალეთ, ეს ჩემი კომპლიმენტიც არის, იმიტომ რომ ამაზე დიდი ბედნიერება მკურნალი ექიმისთვის არ არსებობს. მესმის ძალიან კარგი. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არსებობს კატეგორია ქალბატონები, შეიძლება მამაკაცებისაც, რომელსაც ეწყებათ აკნე არა თინეიჯერობაში, არამედ უკვე 30 წელს ამოდი. რასაც თუ არ ვსწრები და თუ ვსწრები შემისწორე, ეძახიან ჰორმონალურ აკნეს. შეიძლება მაგამდეც იყოს. თუმცა ჰორმონალურ აკნეზე მინდა ვისაუბრო, რა არის, როგორ ხდება, რატო ხდება, თუ ესეც უბრალოდ როდის გამოჩნდება, არ ვიცით ვარიანტში იწყება და ამ შემთხვევაში რა მკურნალობა არის და თუ იგივეა, რა ხდება. გულისხმობ ორალურ მედიკამენტურ მკურნალობა მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ნიშნავენ ხოლმე birth ანუ კონტრაცეპტივებს. აი მაგას შევეხოთ. მამაკაცებს ახლა შევეხეთ, თქვენ დღეს მამაკაცები არ გვიხსენებია და ჩაგრეთ. მამაკაცებთან ზოგადად აკნე როცა ჩნდება, არანაირი კვლევა არ კეთდება. მამაკაცებში კვლევა არ კეთდება. მამაკაცებისთვის ტესტოსტერონი არის ფიზიოლოგიური ჰორმონი. ტესტოსტერონი არასდროს არ არის სტაბილური, არ არსებობს მამაკაცთან ჭარბად აქვს ტესტოსტერონი. აბსურდია.
ტესტოსტერონის ძალიან ხშირად მომატება, გამიგი. არა, ტესტოსტერონის მომატება პირდაპირ პროპორციულად ზრდის ცხიმიანობას. შესაბამისად, აკნეს გამწვავება იცის ხოლმე ამ დროს ტესტოსტერონს ვერ დავწევთ, ამიტომ მიდგომა აბსოლუტურად იდენტურია როგორც ქალბატონებში. ეგ არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ჰორმონალური აკნე მამაკაცებისთვის უცხოა. რაც შეეხება ქალბატონებს, ჰორმონალურ აკნეს ვეძახით, როცა ეს ანდროგენული ჰორმონები არის მომატებული, ეს თავისუფალი საერთო ტესტოსტერონი, დიასულფატი და თქვა ამის ხარჯზე არის ცხიმიანობა გაზრდილი, მაგრამ თქვა პოსტმენოპაუზა, ხო? ასაკი, როცა წესით გამოვიარე, უთქვავთ, რომ აღარ ვარ თინეიჯერი, დიდი ხანია, რა დროს ჩემი აკნეა. ეს ასე არ არის. მენოპაუზის შემდეგ ესეთი თუ არის თქვა ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონად მოხსენიებული, ესტროგენი არის ქალბატონის ჰორმონი. ესტროგენის დონე ვარდება, მცირდება. ესტროგენი პასუხისმგებელია ზოგადად კანის ბარიერზეც, კანის სიმკვრივეზეც. ესტროგენის დონე რო იწევს, შეიძლება თავი წამოყოს, ასე ვთქვათ, უკვე ანდროგენებმა, ანუ მოიმატოს ტესტოსტერონმა და თქვა დიასულფატმა. ამ შემთხვევაში ვლინდება აკნე, თან მათი კანი თქვათ უფრო თხელდება, კანის ბარიერული ფუნქცია ისეთი და აღდგენის ფუნქცია ისეთი აღარ არის. აღარ არის, ისე წარმატებით ვეღარ უმკლავდება. კანი რო თხელია, ფორების დახშობა უფრო მარტივად ხდება. ამ დროს მიდგომა არის აბსოლუტურად იდენტური, ანუ თქვათ მედიკამენტოზური მკურნალობის კუთხით სხვათა შორის რემისიის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, როცა ხდება სისტემური იზოტრეტინოიდის მკურნალობა პოსტმენოპაუზის მქონე ქალბატონებში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ანუ რემისია გრძელდება. მე მყოლია პაციენტი, რომელსაც რომ მიიღო, მე მაშინ ასისტენტი ვიყავი იმ პერიოდში, ჯერ ლიცენზია არ მქონდა დერმატოლოგის, მის მერე ძალიან ბევრი წელი გავიდა, ის ქალბატონი მოვიდა სხვა ჩვილი ჩემთან და აკნე არ დაბრუნებულა, თუნდაც წლები გავიდა. ვაუ. კი, იმიტომ რომ ის ნივთიერება და თუნდაც ჰორმონალური ძვრები ისეთი აღარ არის და უფრო რემისია ძალიან ისეთი ტკბილი და ხანგრძლივია. ადგილობრივი მკურნალობაც ჩვეულებრივად ნიშნება, იდენტური არის და როგორც წესი კარგად უმკლავდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტი არ იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად დაღლილი. და თუ გამომყვება ადგილობრივ მკურნალობაზე, მივდივართ შედეგამდე, თუ ჩვენება არის მედიკამენტის მკურნალობის უხსნი საჭირო არის ეს, მაგრამ ხო თუ პაციენტი კეთოს რომ ვერ ვსვავ ან ვერ ვდალევ, ალტერნატივა გვაქვს ეს. ანუ ყველაფერს განიხილავ, ყველანაირ ინფორმაციას აძლევ. რაც შეეხება კონტრაცეპტივებს, პირდაპირ გეტყვით, მე როგორც ექიმი დერმატოვენეროლოგი არ ვნიშნავ კონტრაცეპტივებს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არსებობს მედიკამენტები, რომელიც ჩემი დასანიშნი არ არის და მათ შორის კონტრაცეპტივი. ამისთვის არსებობენ გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგები ან გინეკოლოგ ენდოკრინოლოგები, რომლებიც არჩევენ თუ რომელი კონტრაცეპტივი უნდა დაინიშნოს, საერთოდ უნდა დაინიშნოს თუ ჰორმონების არევაა. პირობითად ესე დავაკვირდეთ. მაგას მე არ ვაკონტროლებ, მაგას დერმატოლოგები არ ვაკონტროლებენ. მაგრამ მოდი აი ესე სისტემურად მივყვეთ რა, მაგალითად მე მოვედი შენთან და მაქვს ჰორმონები მაქვს არეული. ანუ ვარ პირობითად 42 წლის სიტყვაზე ვიცახი, ხო? მოვედი შენთან და გეუბნები დამეწყო აკნე. პირველი რაც კეთდება ის ხომ არ არის რომ უშვებ დაეუბნები რომ ჰორმონები გადავამოწმოთ, აბა როგორია. ხო, მე ვთქვათ და იქ ნახეთ რომ ჰორმონებიარეულია, ხო, მაგრამ იმ წამლის დანიშნა უკვე ხო, ის თუ დანიშნავს კონკრეტული ექიმი თუ დანიშნავს კი ბატონო, მაგრამ შენ ამას არ გააკეთებ. მე ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ კომპეტენციის საზღვრებს ძალიან ვიცავ, იმიტომ რომ არსებობს მედიკამენტები და მე არ ვემხრობი იმას, რომ იქ D ვიტამინის დეფიციტია, იქ რკინა დეფიციტური ანემია, მოდი ბარემ დაგიწერ, დაგნიშნავ, ყველა სუბსპეციალობა რაც არსებობს მედიცინაში არსებობს, იმიტომ რომ ყველა მიხედოს თავის საქმეს, ასე ვთქვათ, უხეშად. შენ ამბობ, რომ ნიშნავენ ხოლმე დერმატოლოგები? კი, დერმატოლოგები, არა მხოლოდ დერმატოლოგები, სხვა პროფილის ექიმებიც, არა ვთქვათ ამ კონკრეტულ კონტრაცეპტივებს, ვთქვათ სხვა მკურნალობის, სხვა დაავადებების მკურნალობის ძალიან ხშირად შემხვედრია. ამიტომ ეს ჩემი საქმე არ არის. მე პაციენტს როცა ვუნიშნავ ამ კვლევებს, ვეუბნები, რომ მე ეს მკურნალობის მეთოდს არ მიცვლის, მე ჩემი მხრიდან. ეს ანალიზები მე მაჩვენებს
ჭირდება თუ არა სხვა ექიმის ჩართულობა. გასაგებია. ეს არის ყოველთვის ჩემი ფრაზა და მე არასდროს არ ვკიდებ იმ საქმეს ხელს, რაც ჩემ კომპეტენცია. მე პაციენტის ჰორმონებს არ ვარეგულირებ. კი ბატონო. აქ შემომივიდა ესე ვკითხო ერთი, რომ მაგალითად მოვედი ეს რაც მოვყევი ეს ისტორია და მე რომ ჰორმონები დავილაგო, ვიმკურნალო, აკნე თავისით გაივლის? აკნე თავისით არ გაივლის. მაგრამ აკნე იქნება ჯიუტი. აკნე არ დამემორჩილება. ძალიან შემეწინააღმდეგება თუ მისმა პროვოცირებელ ფაქტორს არ დავალაგებთ. გასაგებია. ხო, იგივე პრინციპი შეგვიძლია გავატაროთ მაგალითად კუწნაწლავზეც, ხო ეგრეა? კი, ანუ მიდგომა არის ესეთი, ზოგჯერ აკნე არის მიზეზი. მიზეზი რა? ანუ დაავადება, პირველადი დაავადება. ზოგჯერ აკნე არის შედეგი. რაღაცის. თქვათ მაპროვოცირებელი ფაქტორი როცა მაქვს. მე თუ შედეგი, თქვათ მიზეზი არ მოვაგვარეს, შედეგს მარტო ვერ მივხედავ, ხო? მაგრამ როცა მხოლოდ აკნე მაქვს და იქ ყველანაირი ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი მაქვს გამორიცხული, რა პრობლემაა, მაგრამ მაინც რახან არსებობს რისკები, რახან არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები. ხა ინსულინი რომ მოვიდეს მაღალი და იყოს ინსულინ რეზისტენტობა, ხო ყოველად აბსურდული იქნება, რომ მე პაციენტს დავუნიშნო ინსულინ რეზისტენტობაზე მკურნალობა, რისთვის არსებობს ენდოკრინოლოგი. ამიტომ ხო ყველა მიხედავს თავის წაკა. ხო, ძალიან სწორია. ისე ჟღერს, მაგრამ ძალიან სწორია, მე ასე მგონია. მე მგონია, რომ ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რასაც ახლა შენ ეძახი, მით უმეტეს შენ უკეთ იცი, იმიტომ რომ ხარ ექიმი და იცი შიგნით რა ხდება, ხო? თუ არსებობს ეგეთი პრეცედენტი, რომ არა კვალიფიკაციის უშუალოდ იმ კვალიფიკაციის მქონე ექიმი ნიშნავს, თქვა დერმატოლოგი ნიშნავს რაღაცა ჰორმონების წამალს პირობითად ეგ რო იცოდნენ ადამიანებმა რომ ეგ ესე არ მოსულა და კი, ზოგადად ჰორმონოთერაპია ხა თქვა სხვა კონტრაცეპტივი ინიშნება მაშინ, როცა ჰორმონები არ არის ხოლმე არეული. მაგრამ ეს არ არის პირველი და მეორე რიგის მკურნალობა, ეს არის ცოტა უკან დგომი მკურნალობა. მაგრამ აუცილებლად ვამოწმე, მაინც შვიდად ვარ. პირველი რა არის პირველი ფიცი და პირველი რასაც ექიმი ემსახურება? არავნო. ამიტომ დამთავრდა წერტილი. ხო, მესმის. შემდეგი რაც მინდოდა რომ მეკითხა იყო რეალურად კვებაზე, რაც შენ ახსენე, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს აქ, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან რძე, ძის პროდუქტი და აკნე. ნახეთ, მაგაზე არის კვლევები ჩატარებული და ზოგადად იცით როგორ არის ლიტერატურაში აღწერილი, რომ თქვათ რა მოქმედებს აკნე და possibly diet. ანუ შესაძლოა, იმიტომ რომ არ არის ამაზე მკაფიო პასუხები. ჩაატარეს ამაზე კვლევები, მიიღეს რომ არის ალბათობა რომ რძეს შეუძლია და რძის პროდუქტებს გააღიზიანოს აკნე, მაგრამ ნაწილს გაუღიზიან და ნაწილს, ანუ ამას ვერ ვამბობთ, რომ ის რძის პროდუქტები არ მიიღოთ. მაგრამ მე პაციენტს ვეძიები, რომ აი როგებულობ ღიზიანდება, უმეტესობა მეუნება რომ არა. რამდენიმე უთქვავს, რომ კი და ამიტომ ამოვიღე. აღარ მივირთმევ რძის პროდუქტებს და რძეს. ამიტომ ესეც ამ ეტაპზე რჩება ინდივიდუალურად. არ გვაქვს საკმარისი კვლევები, რომ ამაზე თამამად ვისაუბროთ. ამიტომ კი, ცოტა ბუნდოვანი ხასიათება აქვს, ცოტა ესეთი მარჩიელობა უნდა და ინდივიდუალური შეფასება. კი ბატონო. ემოციურ მენტალურ ჯანმრთელობას მინდა ბოლოს შევეხო, მაგრამ აქამდე აუცილებლად უნდა თქვა, ასევე არის ესეთი კითხვა დასმული მაყურებლის მხრიდან, მზის დამცავის გამოყენება რომ დავიწყე, გამიშდა აკნე. რა შეიძლება მომხდარი იყო და რატომ შეიძლება მზის დამცავის გამო გაჩენოდა აკნე? ხო, არ გაქვს რამე? მზის დამცავზე გაჩენილი აკნე არ მსმენია, რომ არ დაგიმალოთ, მაგრამ მზის დამცავი გამოვიყენე და გამიმწვავდა გამონაყარი ხშირია. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე, იმიტომ რომ მზის დამცავი ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მჟავებით ვკურნალობთ, თან პირდაპირ მზის სხივები არ არის მოწოდებული. ამიტომ ვარჩევთ ფლუიდებს. არის მზის დამცავი კრემი,
გელი, ფლუიდი ნიშნავს, რომ არის ძალიან თხელი სტრუქტურის. შესაბამისად, როცა არის თხელი სტრუქტურის, არ ახშობს ფორებს. ხესები. და ძალიან ისე ჰაიროვნად ჯდება ხოლმე კანის ზედაპირზე. ამიტომ ყოველთვის სხვადასხვა ბრენდის, თქვათ სხვადასხვა ფლუიდებზე გავცემთ რეკომენდაციებს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არ არსებობს ერთი, რომელიც მოეწონება ყველას. პაციენტს აქვს არჩევანის თავისუფლება, რაც ვიცით, რომ კარგია. შემდეგ გამომდინარე, თქვათ, ბიუჯეტიდან, გაკითხვიდან ვის რა მოეწონა, როგორ მოეწონა, ხა მეც უძიებაში ვარ ყოველთვის ვისმენ, ვინიშნავ და ვუზიარებ შემდეგ პაციენტს. ამიტომ ხო, მაგ მხრივ შეიძლება ხოლმე. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა რაც იყო, კითხვებიდან მივყვეთ ცოტა ხანი კითხვებს და ძალიან საინტერესოა, ეს არის სხეულის აკნე. რატო ჩნდება იგივე პრინციპია აქაც, რომ ჭარბი გამოყოფა არის ცხიმის და აქედან გამომდინარე ჩნდება სხეულზეც აკნე? თუ სხეულის აკნე ცოტა სხვა სპეციფიკა არის? აკნე აზიანებს სახეს, გუმკერდს, მხრებს, ზურგს. იმიტომ რომ აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არის ყველაზე ჭარბად განლაგებული. ზოგჯერ მკლავებსაც, ანუ ზედა კიდურების მკლავებს ძირითადად მტევნების ან თქვათ იდაყვის ქვემოთ არ ხვდება წინა მხრის მიდამოებში. იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. შეიძლება იყოს ერთად წარმოდგენილი, ანუ იყოს სახეზეც და ტანზეც, შეიძლება იყოს მხოლოდ ტანზე და სახეზე არა, შეიძლება იყოს სახეზე და ტანზე. მოკლედ, ვარიაციები არის ხშირად, მაგრამ მიდგომა არის იგივე და აბსოლუტურად არ განსხვავდება სახეზე და სხეულზე არსებული აკნეს ფორმირება ან აკნეს პათოგენეზი ერთმანეთისგან. და ვთქვათ, რასაც ვიყენებ სახეზე პირობითად სამკურნალოდ. სამკურნალოდ იგივეს გამოვიყენებ ტანზეც, ხო? აბსოლუტურად იგივეს გამოყენება ხდება ტანზე არსებულ გამონაყარს. უბრალოდ ცოტა რთული მოსავლელი აქედან გამომდინარე, რომ ტანის ამოსიკვაცია და ხშირად ედება კანს რაღაცა, ხო? და მჟავების შემდეგ ტანის ამოს ცოტა ალაქავებს ხოლმე და მაგაზე ჩივიან პაციენტები. ან კიდევ პლუს მეტი უფლიანობა არის, იმიტომ რომ რაღაც ზემოდან კიდე გვედება და ალბათ ეს ცოტა რთულია. ის ზოგჯერ არის ხოლმე ზურგზე მამაკაცებთან ხშირად არის იმდენად მწვავე აკნე. ზურგზე. აი როდღა სახეზე არ აწერია, იმიტომ რომ სახეზე გამონაყარი არ არის, მაგრამ ზურგზე ყოფილა ძალიან მსუყე კერები, კისტური კერები, როცა ასევე ჩვენება არის სისტემური მედიკამენტის. მე რა რომ სახეზე გამონაყარი არ აქვს. დალიოს აუცილებლად მაგ შემთხვევაში. ერთსა ეგეთი მძიმე გამონაყარია, თუნდაც ზურგზე, სახეზე ხო არ ჩანს, თქვათ ის ყოველდღიური დისკომფორტი არ აქვს, რომ მის სახეზე სხვა ხედავდეს გამონაყარს, იმიტომ რომ ზურგი მაინც დაფარულია, სანამ ზაფხული მოვა. მაგრამ ეგეთი ტიპის მძიმე გამონაყარს თუ კი მე ნაწიბურები რჩება ხოლმე გუმკერდზე და ზურგზე ფიქსირდება, ესეც მწვავე აკნეში გადის. იქნება ეს თქვათ კონკრეტულად სახეზე თუ ტანზე ან ორივეგან ერთად და ამ დროსაც თქვათ სისტემური მკურნალობა არის მოწოდებული. ზურგზე უჭირთ ხოლმე ადგილობრივი საშუალებების წასმენას, ვეუბნები თუ ვინმე არის, იქნებ დაგეხმაროთ ხოლმე. ასევე სპეციალური გელები და საპნები არის დასაბანი, თქვათ ბენზილპეროქსიდის შემცველი, რომელიც ანთების ჩაცხობას და თქვათ გამეშრობას ეხმარება, პლუს სამკურნალო ინგრედიენტები და კარგად ემორჩილება სხეულის აკნეც. აი ამ ხასიათს პირველად ვნახე, აი ზუსტად მაგასკენ და სპრეია რა და მალეშრება ესე ვთქვათ რა. გამეშრობა, ეს არის ძირითადი პრინციპი აკნეს მკურნალობის, რასაც იწვევს ცხიმიანობა, ლოგიკურია რომ უნდა გამოვაშოთ. მე ხა წავკითხავ კითხვებს და ბერომეზე ვისაუბრეთ. მაგალითად, ვინ წლებია მკურნალობ და არ არის შედეგი გოშორობა საბოლოოდ რამე? აქ ჩემი ვეთყვი და შენც ვთქვი რომ მგონია რომ ალბათ შენაირი თან ანუ სწორი იქიმთან და მოხვდნენ თქო? ჩემნაირი ცოტა ხომაღალინა თქვამია, მაგრამ ხო, საბოლოოდ უნდა მივიდნენ ექიმთან, ვისაც ენდობიან. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტს ჰქონდეს დობა. ვისთანაც მიდიხარ, ვისაც არჩევ შემკურნალ ექიმთან, ესე იგი მას ენდობი. მე ვყოფილ ვარ მე-5-ს, ვყოფილ ვარ მე-6-ს და მიხუმრია პაციენტი, რომ იმედია ბოლო ვიქნები. ამიტომ ჩვენ სხვის დანიშნულების კორექტირებას არ ვახდენთ. ჩვენ სხვის დანიშნულებას არ ვატარებთ ფილტრის ქვეშ, სხვა დერმატოლოგის, სხვა კოლეგის დანიშნულებას. ამიტომ თუ მოხვალ ვისთანაც მივა, ის უდგება თავის მხრივ, მაგრამ პაციენტს არ ეტყვის, რომ აი მე წინამ რა დაგინიშნა ეს მარილი აქვს მოსაყრელი, რაღაც აკლია, იმიტომ რომ ზოგჯერ
არის ერთი ძალიან კარგი სამკურნალო გელი დანიშნული, მაგრამ აკლია მეორე. ანუ შევსება ჭირდება ხოლმე, აი მარილის მოყრა დანიშნულებას. ზოგჯერ არის იდეალური დანიშნულებით მოსულა პაციენტი, მაგრამ რაღაც არ გაუკეთებია კომუნიკაციაში ყოფილა ექიმთან პრობლემა. ამიტომ ალბათ ხო უნდა შეარჩიონ ექიმი, ვისაც ენდობიან. ხო, ნუ რაც მე მესმის, იმიტომ რომ დროსთან და ფინანსებთან ფინანსებთან კონკრეტულად თქმა. გამორიცხულია ბევრი პაციენტი ყავდეს და ყველა კმაყოფილი იყოს შენით. იქნება როგორც კმაყოფილი, ასევე უკმაყოფილოს. ადამიანია და ბუნება. ჩვენც ექიმებსაც გვიჭირს ყველა პაციენტს გაუგო და გაუმკლავდე. არიან ადამიანები ძალიან განსხვავებულები არიან, მაგრამ ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. მესმის, კი. ესეთი კითხვა იყო დახურულ კომოდონებს და ღია-ფორებს რა შველის, რა არ ვცადე. დახურული კომოდონები როგორც თქვი, ეს თეთრი ბურთებია კანქვეშ, მეცაც დილეტანტურად ვისაუბრებ, მაინც. ღია-ფორები არის ხოლმე ღია ფორები იხსნება ცხელშხაბზე, ზაფხულში, მზეზე, საუნაში, მაგრამ კანს აქვს იქ ელასტიურობა და თვითონვე დაიკეტოს. ღია ფორებში გულისხმება ალბათ ტეზონაზე არსებული ეს ვიზუალურად შესამჩნევი შავი წერტილები და თქვათ აქ იცის ხოლმე ფორები უფრო ფართოა. ფორები იხსნება იმის საპასუხოდ, რომ ცხიმი გამოვიდეს გარეთ. ფორებს ვერ დავავიწროვებთ, მაგრამ სხვა შორის პილინგები და მჟავები ეხმარება, რომ სულ ტონუსში იყოს და მეტად არ გაფართოვდეს და მაინც ვიზუალურად კარგი ეფექტი ქონდეს. კი, პილინგი გასაგებია და რომელი მჟავა არის ამ შემთხვევაში რეკომენდირებული? ფორებისთვის ძალიან კარგია ადაპალენის მჟავა. გიყვარს ეს? მიყვარს ადაპალენის, სალიცილიც კარგია, სალცილის მჟავაც. კი. ადაპალენის მჟავა თქვენი ცოტა სუბიექტურია. ხო. პოსტ-აკნეს ლაქების მოშორება, რომელი კრემით პროცედურით შეიძლება და ამაზე ვისაუბრეთ უკვე. ჩვენ საცხი არ გვითხოვთ, საცხით იდეაში მოშორება არ შეიძლება ესე თავიდან ბოლომდე, ხო? საცხით დახმარება როგორ შეხებს სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტები ხო არის, არა? ძალიან კარგია. ცალკე ადაპალენსაც ხო კრემოვანი სტრუქტურა აქვს. აზელაინსაც კრემოვანი სტრუქტურა არის შრატით სახით, აზელაინი არის კრემის სახით. სტრუქტურას როცა ეხება საქმე, პაციენტის გემოვნებასაც ვითვალისწინებთ, რა გირჩევნია. თქვა ტყევადი, კრემი, გელი, გელ-კრემი, თუ არჩევანი გვაქვს თქვა იმ კონკრეტულ მოცემულობაში. და მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც ის არის, რომ სრულად არ ქრება. ლაქები კი, არიან ნაწიბურები, მაგრამ ლაქასაც გააჩნია. ეს ძალიან რთულია ვიზუალის გარეშე თქმა, იმიტომ რომ ჩვენ ვაფასებთ თვალით. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნუ გენეტიკაზე ვისაუბრეთ, კვებაზე ვისაუბრეთ. ენდოკრინოლოგიურ პრობლემებზე ვისაუბრეთ. ანუ პრინციპში თითქმის ყველაფერი მოვიცავით, ესე ვთქვათ, რაც კი აქ არის ერთი კითხვა, რომ აკნე პლუს კომბინირებული კანის მოვლა. იდეაში ვერ ხვდები კითხვას, მაგრამ აკნე პლუს კომბინირებული კანის მოვლა. ანუ კომბინირებული გულისხმობს ალბათ იმ კონკრეტულ. ალბათ არის ხოლმე ხა აკნეს შემთხვევები, როცა პაციენტს აქვს მშრალი უბნები კანზე. ხო, ის საინტერესოა ძალიან. აკნეს მკურნალობა როცა ხდება, პრიორიტეტი არის მკურნალობა. მაგრამ მოვლის პროდუქტებს, რომელსაც ვნიშნავთ, როცა კომბინირებული ტიპის კანია, იმიტომ რომ არის დამატენიანებლები, ფორებს არ ახშობს, მაგრამ კარგად ატენიანებს. როგორც წესი, მოვლის რუტინაში კარგად ჩდება ხოლმე და პაციენტს არ აქვს ის დისკომფორტი, რომ აიმე კომბინირებული კანი მაქვს, თან აკნეს მკურნალობა და ჩემს სახეზე არეულობაა, თქვა იქ ის არის, აქ ეს არის. ანუ მაინც ხო ვახერხებთ ხოლმე მაგის გამკლავებას მაგასთან. კი ბატონო. ძვირადღირებულ რუტინაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჰორმონალურ აკნეზეც ვისაუბრეთ. ესეთი საინტერესო კითხვა არის. ტუჩ შიგნით, თვალის ქუთოთოს შიგნით გამონაყარს რა ქვია და რა ვუყო? ბატონო? ტუჩ შიგნით და თვალის ქუთოთოს შიგნით. გასაგებია. მე მგონი მივხვდი, რასაც გულისხმობს პაციენტი. თუ ახლოდან დავაკვირდებით ჩვენს ტუჩებს და თვალის უპეებს და კანსაც გადავწევთ ოდნავ, დავინახავთ პატარა თეთრ ბურთებს. ამას ქვია Fordyce-ის ლაქები, Fordyce spots, ესე, რომელიც ასევე ჩვენი კანის ფიზიოლოგიაა. ანუ ჩვეულებრივი ჩვეულებრივი ამბავია, კი ბატონო, მგონი ამას გულისხმობს შეიძლება სხვა რამე იყოს, არა, შიგნით. მეჭვება.
ესე ვერ მივხვდები, მაგრამ რა დასკვნას გამოვიტანე შეკითხვიდან სავარაუდოდ Fordis-ის ლაქებს გულისხმობს ჩვენი მსმენელ კი მაყურებელი. ბატონო, ამ დახურულ კომოდონებზე ისევ არის კითხვა რით უშველოთო. ალბათ დახურულ კომედონებზე ვინაიდან მე ვახსენე, რომ ადაპალენის მჟავა კანის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე არის პასუხისმგებელი, ძალიან კარგად აგვარებს მაგ პრობლემას. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთი თვე ახმარობდა, ისევ მაქვს, არა. ამას ჭირდება დრო. მინიმუმ 3 თვე. მინიმუმ 3 თვე. გაჩნია სიღრმეს ამ კომედონების, როცა არის ზედაპირულად უფრო 3 თვეში კარგად ემორჩილება. პრინციპში ეგ არის, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში კითხვები გამეორდა და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ეგ იყო. ბოლო ნაწილზე მინდა რომ გადავიდე, რაც ქვია მენტალური ჯანმრთელობა და ზოგადად ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც აკნე აქვს ადამიანს. უბრალოდ მამაკაცების შემთხვევაში შენ გაკვირით ახსენე, რომ თქვა ჰორმონალური არ არსებობს, მაგრამ მამაკაცებში ძალიან მოხშირებულია. არა, კი, მაგრამ მამაკაცებში ძალიან ხშირია, როგორც მოზარდებში, ასევე 30 წლის ზემოთ და 20-დან 30 ნებისმიერ ასაკში. მაგრამ აქაც პრევალენტობა, თქვა, ერთი არის ქალბატონებში და მამაკაცის სქესის განურჩევლად, ასაკის განურჩევლად თანაბრად გვხვდება. უბრალოდ როგორც ვთქვათ, ქალბატონებში ესეთ ტიპს ვანიჭებთ ხოლმე, რომ აქ არის ჰორმონალური აკნე, მამაკაცთან ასეთ ტერმინს არ ვიყენებთ. მაგრამ მამაკაცთან 30 წლის ზემოთ უბრალოდ შემთხვევით შეიძლება, რომ როგორც წესი, მე არ მყოლია პაციენტი, ვისთანაც 30 წლის ზემოთ, აი მოსული იყოს 30 წლის ზემოთ და ეთქვა, რომ აკნე არ ქონია და დაეწყო. თუ ჩავეძიებით ხოლმე, არის ხოლმე შემთხვევები, როცა ალაგ-ალაგ ქონდა ცოტა და არაწუხებდა და უბრალოდ გამწვავდა. გასაგები და აქაც იდენტური მკურნალობა ინიშნება, არაფერი განსხვავებული აქ არ არის. კი ბატონო, და გადავიდეთ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მე მგონია, რომ აკნეის და ზოგადად სახის კანი ისეთი თემა არის, რომ გინდა არ გინდა შენზე მოქმედებს რა სარკეში რომ იხედები და რომ იხვიწებ და თქვა გააქვს გამონაყარი გეწყება, არ ვიცი, შევშფოთავ, შეიძლება გარეთ გასვლა არ გინდა, შეიძლება სახლში ჩაიკეტო, ხო? ეგეთი შემთხვევები ყოფილა და მეც მქონია რაღაც მომენტში. კი ვახსენე, რომ უედღებას არ ვაქცევ თქო, მაგრამ ყოფილა ეგრე, რომ ხა კიდე რაღაც უნდა წავისვა სახეზე, რომ თქვა არ გამოჩნდეს ან რაღაც, აი რაღაც ისეთი საქმე რო გაქვს, ხო იცი, რომ გამოჩნდე რა. და ამაზე მწვავე შედეგებიც არის ეს რა არის, ხო? ადამიანები, არ ვიცი, მართლა სახელიდან არ გამოდიან იმის გამო, რომ აქვთ აკნე. ეგეთ პაციენტებს რას ეტყოდი? ალბათ იგაა ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ექიმი. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ პაციენტებს სახლიდან გასვლა შეიძლება არ უნდოდეთ, ან ოთახიდან გასვლა, იმიტომ რომ ოჯახის წევრებიდან და გარშემოყოფი საზოგადოებიდან ხვდებათ კითხვები, მე რა გჭირს სახეზე, მე როგორ გაქვს. ჩვენ საუბრობდით წეღან დედას ყავდა შვილი მოყვანილი, ისე ზიზღით საუბრობდა მისი შვილის კანზე, მე საზიზღრობა ვეღარ უყურებ უკვე ისე აქვს სახის კანი და ეს ბავშვი ამას ისმენდა 15-14 წლის მოზარდი. რა თქმა უნდა იმ ბავშვს არ ენდომება ოთახიდან გამოსვლა. დღეს ვახსენე პაციენტი მყავდა ქორწილი აქვს სექტემბერში, ასევე მან მითხრა რომ იმდენად დაღლილი ვიყავი იმისგან რომ მე სახეზე რა გჭირს, მე როგორი ლაქები გაქვს. ეს არის ძალიან უტაქტო საქციელი, ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს, თუ მაქვს მათთან გასაუბრება, ვცდილობ რომ მარტოდ შევძლო ხოლმე გასაუბრება, თუ ასეთი კატეგორიის მშობელი მოყვება ხოლმე მას, იმიტომ რომ ძალიან დათრგუნულები არიან პაციენტები, ბანკეტზე არ წავალ, სკოლას აცდენს. ზოგი манипуლირებს ხოლმე მშობლებით, რომ არ წავალ, იმიტომ რომ ვითომ ძალიან აწუხებს და არ აწუხებთ. ყოლია პაციენტები, როცა მშობელს აწუხებს და პაციენტს არ აწუხებს, თუ პაციენტს არ აწუხებს, ის მკურნალობას არ ჩაიტარებს. ამიტომ მე ვუხსნი, რომ იმიტომ კი არ უნდა ჩაიტაროს მკურნალობა, რომ ვაიმე რა ჭირს სახეზე. იმიტომ რომ თქვათ მერე არ გართულდეს, თქვათ რუტინულად მივხედოთ, რომ არ გამწვავდეს, ინფექციის კერები არ გამრავლდეს და არა იმიტომ რომ არ მომწონხარ და არ მომწონხარ საზოგადოებას არ მოწონ შენი ვიზუალი და ამიტომ უნდა ჩავიტაროთ მკურნალობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთ პაციენტებს უნდა ვუბერავდეთ სულს, როგორც ჩვენ ექიმები, ასევე სახლში ოჯახის წევრები.
ვცდილობ ხოლმე, რომ ის იმედის ნაპერწკალი, რითიც მონიან ჩემამდე, იმიტომ რომ ხშირად ტირიან პაციენტები ჩემს კაბინეტში. უჩუქდებათ გული, არის მათთვის ტრამვული საკითხი, დაკომპლექსებული არიან საზოგადოებისგან, დაჟინებული მზეირისგან, თვალებში ალბათ ხედავენ, რომ მათ კანზე არსებული გამონაყარი იწვევს სიზღს. ეს ხო მოქმედებს, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ ყველანი, შეიძლება მეგობრებთან ვიცინოდეთ, მაგრამ სახში ვტიროდეთ მერე ამაზე და როცა ამაზე სიღრმისეულად ვსაუბრობთ, ვერ იკავებენ ემოციებს, რაც სრულიად გასაგებია და მე ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი ემოციები მოვთოკო, იმიტომ რომ ძალიან რთული მოსასმენია. მაქსიმალურად ვეუბნები, რომ კი, მივხედავთ, დრო და სურვილი, როცა პაციენტს უნდა, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ და მოვაგვარებთ იმ პრობლემას. მაგრამ პრობლემა არ არის ჩვენ ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ იმიტომ რომ ამერიკაში სუიციდიც კი ხდება ხოლმე ზოგჯერ, იმდენად თვითშეფასება დაბალია და იმდენად დეპრესიული არის ხოლმე ეს მწვავე მდგომარეობა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი და მძიმე კლინიკური სურათი აქვს, როცა არის კისტური და ცისტური მძიმე ფორმის აკნე, მაგრამ თუ პაციენტს თან შემილია იმაზე საუბარი, რომ ხალხის აზრს არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვფიქრობთ ჩვენ თავზე, ჩვენ როგორ უყურებთ ჩვენ თავს, ჩვენ როგორ ვანებივრებთ ჩვენ თავს, რა ფიქრებით, იმიტომ რომ რასაც ვფიქრობთ, იმას ვემსგავსებით. ყველაზე მეტ დროს ჩვენ ვატარებთ საკუთარ თავთან, ხო, საუბარში. ამიტომ რაც უფრო კეთილად მოვექცევით ჩვენ თავს, მით უფრო ლამაზი იქნება დღე. ამიტომ თუ ჩვენ არ მოვინდომეთ, ვერც მე, ვერც ფსიქოლოგი, ვერც ფსიქიატრი ამას ვერ გამოასწორებს, მაგრამ როცა შენ ამის სურვილი გაქვს და თქვათ მე მომისმენ შენ ექიმს, თქვათ წახვალ ფსიქოლოგთან, მის რჩევებს გაითვალისწინებ, ის გასწავლის და მეც დაგეხმარები, რომ აი ეს შენი პერსპექტივები, ყოველდღიური ფიქრი შეცვალო. ამას თუ შეცვლი, ის ნებისყოფაც გამომუშავდება, ესე ვეუბნები ხოლმე, რომელი მკურნალობა არის კარგი და სასიამოვნო, არც ერთი. შევხედოთ როგორც მკურნალობას, რუტინას, არ ვიხედებით ახლოს სარკეში და ვამოწმებთ, თქვათ, გადავიღებთ სურათს რაღაც პერიოდის მერე და განვიხილავთ მერე, რომ როგორი პროგრესი გვაქვს. ვაძლევ ზოგადად არ მიყვარს მე პაციენტებისთვის პირადი ნომრის მიცემა, იმიტომ რომ შეუძლებელია სამუშაო დღის შემდეგ კვლავ ტელეფონში იყო. კი, მაინც ასე ხდება, ყოველთვის საყვედურებია მერე მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, მაგრამ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ აკნე, თინეიჯერებს, ძირითადად თინეიჯერებზე მაქვს მე აქცენტი, ყოველთვის აქვთ ჩემი ნომერი. იმიტომ რომ ვიცი რომ მათთვის მე მნიშვნელოვანი ვარ და მათთვის ჩემი სიტყვა არის მნიშვნელოვანი. თორე თქვა უფრო დასულ ადამიანებში მე მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ მაქვს სამუშაო დრო, სამუშაო საათები, ნებისმიერ დროს მობრძანდით. რიგი იქნება, ვერ ჩაეწერებით პაციენტებს შორის შემოგიყვანთ, მაგრამ გამორიცხულია რომ გაგიშვათ ისე ნებისმიერ. ანუ ზოგჯერ სხვა შორის გაბრაზებს ეგ დამოკიდებულება, ვიღაცა საცობში დგომა ეზარება, მოსვლა არ უნდა და იმიტომ რომ მოდი რა შეხედოს ისე ან დაურეკავეთყვი, მეც ხო ჩემი სამუშაო საათი, ექიმებს ზოგადად ეს ჩემ კოლეგებსაც ეს სიამოვნებათ ალბათ რომ ამბობ, იმიტომ რომ შეუძლებელია ყოველთვის. მაგრამ არიან პაციენტები, ვისაც ძალიან ჭირდება. ამიტომ ესეთი პაციენტებისთვის ჩვენი კარიერია მუდმივად. ესეთ დროს ვამბობ ხოლმე, რომ აი როცა 24/7-ზე თქვათ დამხვედრია მესიჯი, მინახავს მოგვიანებით, იმიტომ რომ მკისიერად პასუხისგაცემა არის შეუძლებელი და თქვათ მე გვისაუბრია ამაზე და თუ რამით შემილია ხოლმე, როცა პაციენტი ფსიქოლოგიურად არის მძიმედ, მე დადებითი როლი ვითამაშო, მეც დედა ვარ, ხო, მეგობარი ვარ, ოჯახის წევრი ვარ. შეიძლება პაციენტი არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ხო სხვისი ოჯახის წევრია. მე თინეიჯერი დამყავს, თინეიჯერი ძმა მყავს, თქვათ, როგორც მინდა რომ მას მოექცნენ, ისე ვექცევი ჩემ პაციენტებს. ეს რაღაცა ბუმერანგივით არის, ისე მოექეთ სხვას, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ. მადლობა შენ მაგ დამოკიდებულებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენ წინა ეპიზოდში კი ვილაპარაკეთ ჯაბასთან ერთად ექიმ ემპათია, ექიმებს კიდე სხვანაირი გაქვთ რა და სხვანაირად გამოხატულია და ერთი რაღაცა ესეთი კითხვა სუსუბოლო გამიჩნდა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის როლი და ჩართულობა იმაში, რომ გარდატეხის ასაკში
აი რაღაც რო იწება მაგ დროს უკვე სპეციალისტთან მოხდეს დაკავშირება და კონსულტაცია არა რო აღარ გამწვარდეს და როგორ რაღაცებში არა. ხო? ყოველთვის როცა ასაკი არ გვიწყობს ხელს რომ მივხვდეთ რომ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაგ დროს მშობელი ამჩნევს ხო, უფრო მშობელის დაკვირვებული თვალი აქვს. იშვიათად რომ ბავშვი თვითონ შეაწუხოს თინეიჯერს, მაგრამ ხო გააჩნია მიდგომას. ახლა ეგ ისეთი ასაკია, პროტესტია ყველას. ხო. შეიძლება თვითონ არ მოწონდეს, მაგრამ მშობელი რომ მიუთითებს, იმიტომ რომ არ აღიაროს რომ თვითონაც აწუხებს, არ გამოყვეს ექიმთან და არ მოვიდეს. ამიტომ მშობლის ფორმას თუ როგორ ეტყვი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რას გეუბნება, გაშიან როგორ გეუბნება. ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერ მშობელს თუ დაუყავებს მის შვილს და ეს ზიზღით არ შეხედავს, რომ აი მას რაღაცა ესეთი პრობლემა აქვს და უკვე სირცხვილი ასე გარეთ სიარული როდემდე ეს უკუკ რეაქციას გამოიწვევს და პირიქით დაამძიმებს მდგომარეობას და როცა პაციენტი დასტრესილია, მკურნალობის პერიოდით საკმაოდ ჭირს. ყველაზე კარგ შედეგს და მალე იღებენ პაციენტები, რომლებსაც ეს ყოველდღიურად არ უქმნით დიდ პრობლემას, იმიტომ რომ სტრესი ნაკლებია. რაც მეტია სტრესი, მე იმ სტრესსაც ვეჭიდავები. ამიტომ ვამბობთ, შენს თქვი ძალიან სწორია, რომ კომპლექსურია მიდგომა, ეს არ არის ექიმთან შევედი, დანიშნულება დამიწერა, მომცა. დანიშნულება არის აქ 50-50-ზე. დანიშნულების იქით არის ბევრი რაღაც და მიღმა. ხო, სტრესი პირველ რიგში. სტრესი პირველ რიგში. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილება სტრესი პირველ რიგში, იმიტომ რომ არის ეგეთი მოსაზრებაც, რომ ფსიქოსომატიკასაც ავეხებით. ეხლა შეიძლება ცოტა ისეთ თემას ვეხები ნაკლებად მედიცინურს, მაგრამ არის ეგეთი მოსაზრება, რომ აკნე არის დარღვეული საზღვრები. იმიტომ რომ კანი ხო პირდაპირ ეხება სამყაროს რა პირდაპირ შემხებლობაში გაქვს და როგორც კი საზღვარი ირღვევა ადამიანის ნებისმიერი ადამიანი იქნება ეს სამსახური იქნება პირადი ურთიერთობა ძალზე ჩნდება აკნე. არის ეგეთი დაკვირვება. კანი არის სარკე. ხო, არის ეგეთი დაკვირვება, კი და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია ჩემი აზრით, რომ ჩვენ ადამიანები დავფიქრდეთ, რომ თუ ესეთი რაღაც ხდება, რაღაც სხვა რაღაცაშიც ხომ არ არის პრობლემა. იმიტომ რომ ხო, ვასხივებ. ყველაფერი მაგას, აი მაგიტომ თქვი, რასაც ვფიქრობთ, ჩვენ ფიქრებს რომ მსგავსებით თქო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ განწყობას. იმიტომ რომ ვართ ის ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ პირველ რიგში და ძალიან საინტერესო პროცესია ჩვენ საკუთარ თავის გაცნობის, სიღრმისეულად გაანალიზების და შემდეგ დამოკიდებულების ჩვენივე თავთან. ამიტომ ამას ალბათ უფრო დიდ ასაკში ხვდები, რაც უფრო წრილები გემატება. მაგრამ დღევანდელი თაობა ისეთი სხარტი სმარტი ისეთი კარგები არიან, იმდენად ინტერესიანები არიან, იმდენად ბევრი ინფორმაციაზე აქვს ცნობა. ამას თუ სასარგებლოდ და კარგად გამოიყენებენ, ფიქრობ, რომ ჩვენ ასაკში მთებს გადადგავენ. უკვე აქვთ მაგის. მე მჯერა ამის, კი. ამიტომ ხო, პირველ რიგში განწყობა, ჩვენი ფიქრები და საკუთარ თავთან იდილია. შინაგანი იდილია. კი, საკუთარი თავის სიყვარული თუ განპირობებული ეს რაღაცა და მარტო პიროვნული ფსიქოლოგიური და ფსიქიკური განვითარება არ არის. ჩვენ ადამიანებს არც მეტად და არც ნაკლებად არ ვიყვარებით იმის გამო, სახეზე 1-2 გამონაყარით მეტი გვაქვს თუ ნაკლები. და თუ მაგის გამო ვიღაცას ნაკლებად ვიყვარებით, ეს იგი ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა იყოს. ან დისტანცირდება, ან სხვანაირად შემოგხედავს, ჩვენ პრობლემას გამოიყენებს სამანიპულაციოდ და დასათრგუნად. ეს დროული სიგნალია, რომ ესეთი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში არ უნდა იყვნენ. ჩვენ როცა ადამიანებს ვუყვარვართ, ზუსტად ისეთები, როგორებიც ვართ, მაგრამ ჩვენ თუ არ გვეყვარება ჩვენი თავი ზუსტად ისეთები, როგორებიც ვართ, სხვას ვერ მოვთხოვთ ამ სიყვარულს. კიდე დავამატებ ერთ მაგწენადებას, რომ გვეყვარება საკუთარი თავი ისეთები, როგორიც ვართ, ნებისმიერ კონდიციაში და ნებისმიერ პერიოდში. რაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ არ არის ყოველთვის ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ როცა არ არის,
ესე იგი ეს საჭიროა იმისთვის რომ იყოს შემდეგ. აბსოლუტურად გეცნობი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა შენ. შეიძლება მომავალში კიდე შევხვდეთ. სიამოვნებით. ჩემ მაყურებელს შევახსენებ, რომ აი ხა რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ერთად და რა ინგრედიენტები ჩამოთვალეთ, ყველაფერი არის ამ პროდუქტებში და შეგიძლიათ რომ ნახოთ როგორც მინიმუმ გაეცნოთ და 50%-იანი ფასაკლებით ისარგებლოთ 12 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით როგორც ონლაინ ისე აფთიაქებში და სუსუბოლოდ ხოვნა თქვენ უკვე იცით რომ ძალიან მჭირდება თქვენი გამოწერა და ისიც იცით რომ ხანდახან უყურებთ და არის ერთ ხოლმე პოდკასტ და ეს მე მეხმარება გაზრდაში არის აბსოლუტურად უფასო და დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და ზარის ღილაკს რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ეპიზოდები. მადლობა. და ბოლოს ავამატებ კიდე ერთ თუ გინდათ რომ აი ესე ჩართული იყოთ ხოლმე კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩემს სტუმართან მე სოციალურ ქსელში დავანონსებ სტუმარს და გავხსნი ფანჯარა სადაც შეგიძლიათ რომ მომწეროთ კითხვები და ეს ამოვარჩევ საინტერესო კითხვებს და აუცილებლად დავუსვენ ხოლმე სტუმრებს. მადლობა.